მოგესალმებით იოგას აკადემიის არხზე. დღეს ჩვენი თემა არის ფილოსოფია, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ყველაზე დიდი ფილოსოფოსის ჰეგელის ფილოსოფია. დღეს შევეცდებით, რომ ის ფილოსოფიას კრიტიკულად შევხედოთ. დღეს ჩვენი სტუმარი არის დოქტორანტი ზურა გვენეტაძე. მოგესალმები ზურა. გამარჯობა გიორგი. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. მადლობა მოწვევისთვის. და პირველ რიგში, შენზე რომ მითხრა ორი სიტყვით, რომ გაგვეცნო, შენ ხარ დოქტორანტი და რომელ უნივერსიტეტში ხარ? მე ვარ დოქტორანტი დეპოლის უნივერსიტეტში, ჩიკაგოში, ამერიკაში. მეორე წელია უკვე რაც იქ ვარ. მანამდე ვიყავი მაგისტრი გერმანიაში. 2 წელი იყო ეგ პროგრამა და მე ერთი წელი ვიყავი კიდევ მაგისტრი ბელგიაში, კაულუენის უნივერსიტეტში. საკმაოდ ისეთი კარიერა გაგივლია. ილიაუნთან ხო არ ქონია შეხება? კი, ილიაში ბაკალავრი. ხო, ჩვენ ილიაუნიდან გადავიკვეთეთ, ხო? კი. და ესე იგი, გერმანიაში სამაგისტრო გაკეთე, ხო? რა იყო შენი? ძირითადად ფენომენოლოგიის კუთხით დავიცავი ჩემი სამაგისტრო, უფრო მეტად ჰუსერლის ფენომენოლოგიაზე მაინტერესებდა მისი კრიტიკულად შეხედვაც და მაგიტო დერიდაზეც ვიმუშავე ასე თუ ისე. და შემდეგ ლუენში თვითონ უკვე უფრო მეტად შევეცადი რომ კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჰუსერლის შესახებ ცოდნა და შესაბამისად შენი ნაშრომიც ჰუსერლზე არის, ხო? უფრო მეტად ჰუსერლზე ვიყავი ორიენტირებული. ძირითადად მაინც ორივე ნაშრომში ეგზისტენციალური თემები მაინტერესებდა და თვითონ ჰუსერლში ვცდილობდი რომ ეს ეგზისტენციალური თემები რაც ძირითადად მაინც ჰაიდეგერთან ასოცირდება ხოლმე ის დამენახა უკვე ჰუსერლთან. ჰაიდეგერიც ერთ-ერთი ეხლანდელი შენი მუშაობის ცენტრალური თემა. მე ვფიქრობ რომ ჰაიდეგერი მუდმივად ბრუნდება ხოლმე ჩემს ფილოსოფიურ ესე რომ რამდენი წლიანი არის დოქტორანტურა? ამერიკაში დოქტორანტურა 6 წლიანი არის. მაგრამ ამ 6 წელში მარტო წერა არ არის. აქ შედის 2 წელი კურსები უნდა გაიარო და დანარჩენი დრო უკვე შენ თვითონ უნდა ასწავლო საგნები. აი მე შემდეგ წელს უკვე უნდა ვასწავლო შესავალი ფილოსოფიაში. რა კარგია. და ესე იგი საგნები როგორ აქვს? ეხლა რამდენ საგანს გადიხარ და რა საგნები არის? საგნები, ესე იგი 3 საგანს გავდივარ ხოლმე ერთ სემესტრში, მაგრამ სემესტრი არის უფრო პატარა, 10 კვირიანი სემესტრია და 3ჯერ არის ეს სემესტრი. წელიწადში აკადემიურ წელში გამოდის 9 საგნის გავლა. წინა წელს გავიარე ზუსტად აი ეს ჰეგელის მეცნიერების ლოგიკა. გავიარე ჰაიდეგერიც. აი სხვადასხვა საგნებია ყოველ წელს, მაგრამ ძირითადად მაინც კონტინენტური ფილოსოფიის მიმართულებით არის. შენი ინტერესი ესე კონტინენტური ფილოსოფია არის. ანალიზურთან როგორ ხარ? ისე რა. მაგრამ ეხა ძირითადი ავტორები მაინც ასე თუ ისე ვიცი. და ამ 9 საგნიდან ნაწილი არჩევითი არის და ყველა არჩევითია, მაგრამ ხანდახან შეიძლება იმ სემესტრში მარტო 3 საგანი იყოს შემოთავაზებული და მაგ 3 საგნის გარდა ვერაფერს ვერ გაივლია. ისე დოქტორანტურა ფილოსოფიაში, ეს ამერიკაში არის, თქვა 6 წლიანი, იმიტომ რომ ზოგან უფრო ხო, ამერიკის მოდელი არის ხოლმე 5-დან 7 წლამდე მაინც. 5 წელი მაინც მინიმუმია, იმიტომ რომ 2 წელი მაინც გიწევს რომ საგნები გაიარო და თან დაფინანსებით არის. განსხვავებით ევროპისგან. და მანამდე ბაკალავრიატის 2 წელი არის საკმარისი დაუშვათ თუ ბაკალავრიატის 4 წელი. მაგისტრატურა უნდა მეკითხა ხო? მაგრამ ამერიკელისთვის საკმარისია ბაკალავრი რო ჰქონდეს და პირდაპირ ბაკალავრი და რო ჩააბაროს სადოქტოროზე, იმიტომ რომ იმ სადოქტოროში სამაგისტროც შედის ხოლმე. გასაგებია. მეც ახლა კიდევ ერთ სამაგისტრო. გასაგებია, შენ სამაგისტრო რო დაამთავრე გერმანიაში, ის არ ჩაითვალა როგორც ჩაითვალა კი როგორ არა, მაგრამ უბრალოდ ამ ყავს მაგალითად კურსელები, რომლებიც პირდაპირ ბაკალავრიდან მოდიან და 22 წლისა უკვე სადოქტოროზეა. მე მგონია ძალიან პატარაა ეს სადოქტორო. შენ როგორ ფიქრობ, ეგ ხო, ცოტა მეტი მომზადება უფრო კარგი იქნება და შეიძლება ხო, მაგრამ ის კურსები, რასაც გავდივართ, მაინც ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ მაგრამ ხო, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტა დაგვიანებით შეეძლოთ. მაგრამ მაინც მგონია, რომ კაი მოდელი აქვთ რა, ეს სწავლება რო შეგიძლია და თავიდან პირველი 2 წელი ასისტენტობა გიწევს პროფესორის.
ეხა 2 წელი მეორე წელი ხო არის ჩემი და წინა წელს ვიყავი უკვე ასისტენტი, ნაშრომების შესწორება მიწევდა და 1-2 ლექცია მე თვითონაც დავიკითხე. ძალიან კარგია. აქ ესე იგი რაღაც პერიოდულობით საქართველოსშიც ხარ ხოლმე, ხო? ზაფხულში და ზამთარში. როცა შემიძლია რომ ცოტა ის ამოსუნთქვის საშუალება მეძლია. და კონტინენტური ფილოსოფია დავუშვათ მაინც ამერიკაში როგორ ისწავლება, ესეთ უნივერსიტეტებში, ევროპაში უფრო განვითარებული არის თუ ამერიკის უნივერსიტეტებში? თუ გააჩნია ესე? სიმართლე რო თქვა, ამერიკაში როცა აბარებ და კონტინენტური ფილოსოფია გაინტერესებს, ესე 10 თუ მაქსიმუმ 15 უნივერსიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მაგიტომ აი თითქმის ყველა ვინც მიდის კონტინენტურ ფილოსოფიაზე, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს ლამის, იმიტომ რომ ერთი ტიპის ხალხია და იცი რომ ერთი ტიპის უნივერსიტეტებში აბარებთ. მაგიტომ აი მაგალითად ხალხი ვინც გავიცანი ბელგიაში, ლუვენში, რომ იმათაც უნდათ ამერიკაში გაგრძელება და 3-4 უნივერსიტეტი მინიმუმ გადაკვეთა გქონდა ჩვენ. მაგრამ იმდანაც რთული არის ამერიკაში მოხვედრა, 5 კაცი იღებენ ხოლმე წელიწადში ან კიდევ ნაკლებს. მაშინ რა აღნიშნე რომ ანუ ის შენ არ შეგეხო ის მიგრანტების მე არ შემეხო გადავშ. რომ ანუ შეზღუდეს ხო სანამ ტრამპს აირჩევდნენ მაშინ ჩავედი. ხო. კარგი, მაშინ ახლა გადავიდეთ თვითონ ჰეგელის ფილოსოფია განვიხილოთ, ანუ შენ სანამ დავუშვათ ახლა საგანი გაიარე ლოგიკის მეცნიერება, მანამდეც ქონდა ალბათ შეხება, ხო? ანუ სტანდარტულად რა თქმა უნდა გაივლიდი, ხო? კი, მაგრამ ის რა კურსიც გავიარე იქ მეცნიერების ლოგიკა, მაინც ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღრმა და ისეთი იყო, რომ აი 2 სემესტრი გავიარე, 20 კვირა იყო ჰეგელზე. თლიანად ეს მეცნიერების ლოგიკა თავიდან ბოლომდე უნდა წაგვიკითხო. ესე იგი 2 ტომი არის, საკმაოდ ვრცელი არის. ეხლა მე გადავხედე სხვადასხვა ეს გამოცემა მაქვს მაკმილანის გამოცემა არის, მაგრამ ეს არაერთი თარგმანი იქნება ინგლისურად, ხო? ის კემბრიჯის თარგმანი გამოვიყენეთ ჩვენ. კემბრიჯის თარგმანი, ხო, მე გაჩვენებ ამას რა. ხო, იმიტომ რომ მართლა თარგმანს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ხო, ამის წაკითხვაც ეს არის, ასე ვთქვათ, არ არის იული საქმე ან მაგ პერიოდში. თავიდან რო ვკითხულობდი, ანუ ვერაფერს ვერ ვიგებდი და მე რომ მიდიოდი პროფესორი რაღაცას ახსნი და მე რაღაცები ლაგდებოდა, მაგრამ მაინც ხარ ლიტერატურას გირჩევდათ თუ ნაკლებად უფრო თვითონ ცდილობდა რომ აიხსნა რაღაცები, მაგრამ ხო, ბევრი რაღაცა მაინც გაურკვეველი რჩებოდა, ეხლა როცა ახალი ხარ ჰეგელთან, ისე ღრმად რო არ შეგისწავლია მაინც. ესე იგი, წინარე ფილოსოფოსებს შენ რომელს ურჩევდი დავუშვათ, ვინც აპირებს, რომ თქვათ ჰეგელი წაიკითხოს. ნუ გასაგებია კანტი დავუშვათ. ხო, აი კანტი უნდა მეთქვა პირველია, მაინც ყველაზე მთავარი ეგ არის. იმიტომ რომ კანტისგან და მერე უკვე ფიხტე შელინგიც გასაგებია და რაღაც ნაწილობრივ ჰელდერლინიც საჭირო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მონიზმის, აი monistic turns, რასაც ეძახიან, მონისტური შემოbrunება გერმანულ იდეალიზმში, აი მაგის გასაგებად ალბათ საჭირო იქნება ცოტა ეს. რას გულისხმობ, ანუ რომ ორი სიტყვით რა ახსნა მონისტურ შემოbrunებაში? ნუ აი კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფია ხო ესე თქვა დილემა დატოვა, რომ აი ნივთი თავისთავადის და ნივთი შესწავლადის გაყოფა რაც მოხდა, მერე რაღაცნაირ დუალობაში ჩავარდა კანტის ფილოსოფია. ამავდროულად კანტის პრინციპი იყო, რომ ეს გონება რაღაც ერთიანი არის, მაგრამ ეს ერთიანობის პრინციპი თეორიულ, პრაქტიკულ და თუნდაც მაგალითად ესთეტურ გონებებს შორის დიდწილად დარჩა, ესე რომ ვთქვათ, ანუ კავშირის გარეშე, ხო, უბსკრული რაღაც. ხო, ვერ შედგა, ესე რომ ვთქვათ, ისეთი დუალობის გაყოფის გამო. და აი შემდეგ ფილოსოფიაში გერმანულ იდეალიზმი იყო მცდელობა, რომ ზუსტად აი ეს გაყოფა ისევ და ანუ ეს ერთიანობა დაებრუნებინათ და ერთიანობის დაბრუნება მაგალითად ფიხტესთან ხდება თვითცნობიერით, ანუ ისევ ეპისტემოლოგიურ რეგისტრში, ცოდნის რეგისტრში. და
აი უკვე ჰოლდერლინი იმით შემოდის, რომ ონტოლოგიურად გადააქვს ეს პრობლემა, რომ ესე იგი თვითცნობიერი ეპისტემოლოგიური ერთიანობას წინ უნდა უძღოდეს რაღაც ყოფიერება. და ის ყოფიერი ერთიანობა ესე. ხო. ეს არ არის ერთიანობა მხოლოდ ცოდნაში, ანუ ეპისტემოლოგიური. და კანტთან კანტთან რა მოხდა, რომ ონტოლოგია და ეპისტემოლოგია თითქოს დაშორდა ერთმანეთს, ისე რომ რაღაც კავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. იმიტომ რომ უფრო ეპისტემოლოგიურად და პრობლემები ეპისტემოლოგიურ რეგისტრში წავიდა, ხო, ეს წმინდა გონების კრიტიკის შემეცნების თეორია, ხო. წმინდა გონების კრიტიკის კუთხით და ამ ჰოლდერლინთან და შემდეგ ჰეგელთანაც უკვე ონტოლოგია, ესე რომ ვთქვათ, ბრუნდება და ონტოლოგიური ასე ეძახიან პოსტკრიტიკული მეტაფიზიკა, ხო? კანტის შემდგომი მეტაფიზიკა. ხო, ანუ შეიძლება რომ ესე მარტივი ენით, ანუ ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ კანტისთვის არსებობდა ზღვარი შემეცნების როგორც რაღაცა დუალური საწყისი ონტოლოგიურად განსხვავებული, რომლის დაძლებაც ვერ ხდებოდა, ხო? ანუ შემეცნების ზღვარი. და ესე იგი, შემდგომმა ამ ფილოსოფოსებმა ესენი ცდილობდნენ თავიანთი აზრით ალბათ დაძლიეს კიდეც, რომ ეს შემეცნების ზღვარი მოეხსნათ. ხო. რომ ფაქტობრივად ჰეგელთან არის ისე, რომ თითქოს არაფერი აღარ არსებობს ისეთი, რაც შემეცნების გარეთ არის, რაც გონივრული არის, ასე ვთქვათ რა. და ამავდროულად ეს ორი ონტოლოგიური საწყისიც აღმოჩნდება, რომ ეს არის სინამდვილეში ერთი ონტოლოგიური ნიადაგზე. ალბათ ორ ონტოლოგიურს ნაკლებად ვიტყოდი, იმიტომ რომ აი კანტთან მაინც, ანუ ონტოლოგია მაინც ეს რაღაც მეტაფიზიკური კითხვები მაინც გვერდზე არის გადაწეული, ხო? და უფრო კანტი არ განიხილავს, ანუ მათ ჭრილში უფრო თუ მეტაფიზიკა შემოდის, უფრო პრაქტიკული კუთხით შემოდის, იქ მორალის გაგებაში, მაგრამ თეორიულად მაინც უფრო ეპისტემოლოგიური კითხვა დაყენებული მნიშვნელოვანწინავად. როგორ შემიძლია რამის შემეცნება და უფრო მეტად როგორ შემიძლია მეცნიერული ცოდნა, ანუ მეცნიერულ ცოდნაზეა უფრო მეტი აქცენტი ვიდრე ზოგადად ცოდნაზე. მეცნიერულ ცოდნაზე, აპრიორული სინთეზური დებულებები. კანტის აი მესამე კრიტიკა, ანუ ის ემსახურება, რომ თეორიულსა და პრაქტიკულს შორის ერთიანობა იპოვოს, ანუ მსჯელობის უნარის. ხო, აი მესამე კრიტიკა ზუსტად ეგ არის, რომ რაღაც გამაშვალებელი რგოლი იყოს ამ თეორიულს და პრაქტიკულს შორის. ზოგადად ისე ნაკლებად არის პოპულარული, ანუ ჩვენთან ანუ ნათარგმნი ორივე არის, ანუ მესამეზე იშვიათად მსმენია, ანუ რაღაცა ეს. მეც ნაკლებად, ხო. არა და წესით ეგ რაღაც უფრო ესეთი შემდგომი პერიოდი უნდა იყოს, რაღაც ახლებური გადააზრება და მე რაც ჰეგელთან შემხვედრია, ან თუნდაც ფიხტესთან, ისინი უფრო გვიანდელ კანტთანაც რაღაც ანუ ეს მინიშნებები აი ხო, აი ეს ზუსტად სინთეზური მომენტი თეორიულს და პრაქტიკულს შორის, აი ეს იმპულსები მანდ არის განვითარებული და მაგიტო ალბათ გვიანდელი კანტი მაგიტო არის საინტერესო მაგათაც. თუმცა კანტი მაგალითად როგორც მე ვიცი უარყოფთ ამ აი ფიხტიანურ განვითარებას თვითცნობიერების კუთხით, რომ წასულიყო ეს აბსოლუტური ანუ შემეცნების ტრანსცენდენტალური ფილოსოფია, რომ წასულიყო ამ თვითცნობიერებაზე, როგორც რაღაცა გამაერთიანებელზე? ხო. იმიტომ რომ კანტისტვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა რჩება ანუ ამას ობიექტურ ანუ მეცნიერულ საწყისად არ მიიჩნევდა თვითცნობიერებას როგორც გამაერთიანებელს. ეგ და კიდევ საინტერესო კონტექსტი არის იმ პერიოდისთვის, რომ აი ხდება კამათი მიდის პანთეიზმის კამათი ჰქვია და შელინგიც ესეც ახლა გავდივართ ზუსტად შელინგის ტრაქტატს. ხო, აი შელინგამდე არის კიდევ ეგ მომენტი როდესაც აი კამათობენ გონება თუ რწმენა რა ხო და თუ გონებას ხო აი ზუსტად გონებას თუ ბოლომდე მივაწექით დავკარგავთ ანუ რწმენის მომენტი თითქმის სული კარგება და
რწმენას თუ მივაწექით ბოლომდე, იკარგება ანუ გადადის ფანატიზმში რა, საერთოდ გონება საერთოდ აღარ საჭირო თითქმის. ეს კანტის ფილოსოფია რაღაცნაირად შუამავლობას ცდილობს ამ ორს შორის, ხო, რომ რწმენასაც დაუთმოს ადგილი, მაგრამ ეს იყოს რაციონალური რწმენა. მაგრამ ამას იმით ახერხებს, რომ რაღაცას ლიმიტებს აწესებს. რწმენის ხო, რომ ვერ განაზოგადება. უფრო გონების ლიმიტს აწესებს, რომ გონებას აღარ შეუძლია რაღაცის ცოდნა. აღარ შეუძლია მაგალითად იმსჯელოს ღმერთზე, აღარ შეუძლია იმსჯელოს თეორიულად. ისე იმსჯელოს, რომ რაღაცა დაამტკიცოს. მაგრამ იმედი და რწმენას ჩვეულებრივად გონიურულათაც მიაჩნია, ხო, რომ ეს ადამიანს ამის ასე ვთქვათ, სიკეთის და რაღაც ასე ვთქვათ, ღმერთის არსებობის იმედი რო კონდეს, შეიძლება ვერ ამტკიცებდეს, მაგრამ კანტი უშვებს ამას, ხო? კი. პრაქტიკულ ფილოსოფიაში შემოდის კიდევაც პოსტულატად, ხო, ეს რაღაც ტიპის აუცილებლობათაც შემოდის ღმერთის იდეა, რომ ის იმედი, რომ მორალურად ვიქცევი, რაღაცნაირად კომპენსირდეს. თორე ამის გარეშე პრობლემურად მიიჩნევს რაღაცე მორალის დაფუძნებას. თუმცა, მორალი მაინც შეიძლება დაფუძნდეს, მაგრამ ის პოსტულატი, ღმერთის პოსტულატი მაინც ბოლოში აუცილებლობით შემოდის. თუ სწორად მახსოვს, პრაქტიკულ გონებაში მას აქვს ესეთ შეხედულებას ავითარებს, რომ ღმერთი თავის არსებობას გვავარაუდებინებს, ანუ თითქოს არ გვეცხადება ესე ძალიან თვალსაჩინოდ, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან თვალსაჩინო რო იყოსო, ანუ აზრს დაკარგავდა სიკეთის, ანუ და ბოროტების იდეა, იმიტომ რომ ყველას უკვე ექნებოდა გაანგარიშება, რომ თქვა თუ გავაკეთებ ასეთ სიკეთეს, მივიღებ ამას. და ამიტომ თვითონ თავისუფალებას რაღაცნაირად არ ექნებოდა და ასე ვთქვათ, რაღაც ისეთი საფუძველი. გულისხმობ, რომ ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ თუ ვიცი, რომ აი მათემატიკურად რომ ვიღაცას რო ეს ვაჩუქო ან რაღაც გავაკეთო, ზუსტად მივიღებ, ეგ უბრალოდ აღარ ერქმეოდა ამას, ხო, ან რაღაცა ანგარებით გაკეთებული რაღაცან ჯოჯოხეთის შიშით, როცა მოქმედებს ადამიანი და რადგან ეს არ არის ძალიან ცხადი, ესე რო არის მოწყობილი რაღაცნაირად, ეგ აძლევს საშუალებას, რომ ადამიანმა თვითონ დაიწყოს დაფიქრება, რომ თავისთავად კარგი და ცუდი რა არის. ხო, აი ამის გარეშე რაღაც ეგეთ აზრს ავითარებს. სხვანაირად მოწყობა უბრალოდ შეუძლებელს გახდი და ამაზე დაფიქრებას არ მისცემდა ამის საშუალებას რა. ხო, ჰეგელს რაც შეეხება, ანუ ჰეგელი ენციკლოპედიის შესავალშიც ხას უსვამს, რომ ანუ რწმენა და ცოდნა ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, ანუ რაღაცნაირად ის ცდილობს, რომ ეს ორი შეარიგოს, უბრალოდ ამბობს, რომ რწმენა არის ასევე არ არსებობს ცალსახად რწმენაც გარკვეული სახის ცოდნა არის და ცოდნაც შეიცავს თავის თავში ანუ რწმენის ელემენტს. ანუ ეს რაღაც ერთი მთლიანობა არის და არა ისე რადიკალურად დაშორებული რაღაც საწყისები, როგორც ეს ალბათ კანტთან არის, ხო, ეგრე უფრო ეს რაღაც გამიჯნული მკაფიოდ. ხო, მაგრამ ანუ ჰეგელთან მაინც ის პრინციპი მოქმედებს, ხო, ჩვენც რო საუბრობდით, ვახსენეთ ეს, რომ ყველა ხელოვნებაც და რელიგიაც ეს რაღაცნაირად აბსოლუტს უმიზნებს. მოდი ესე, რადგან აბსოლუტი ვახსენეთ, ანუ ჰეგელის თავარი იდეა რა არის? ანუ ჰეგელის ფილოსოფიის თავარი იდეა არის აბსოლუტური გონი. ხო, ყველაზე სრულყოფილი. ანუ უნდა რომ დაიჭიროს ეს იდეა, რასაც ეძახის, ხო? ანუ რაღაცა ეს აბსოლუტური მოძრაობა, ან კონცეფტი, ხო? ან ცნება ზოგადად. და ამას ხედავს უკვე რელიგიაშიც და ხელოვნებაშიც რაღაც აზრით, რომ ისინიც ამაზე ფიქრობენ, ანუ მსჯელობენ, მაგრამ იყენებენ რეპრეზენტაციებს, ხო? იყენებენ რაღაცა გამოსახულებებს. გზნობათ ფორმებს და ხო რეპრეზენტაციებს. ან მეტაფორებს, ან ნარატივებს და ასე შემდეგ. მოკლედ, რაღაცა სხვა სემყარებიან, სხვა რაღაცით ფუთავენ ამ თავარს, რაც მათში იმალება. ეს შეგვიძლია თუ არა ესე ვთქვათ, რომ ანუ ესე იგი აბსოლუტური გონი ჰეგელისთვის არის იგივე რაც ღმერთი. ოღონდ მე ესეთი რაღაც მახსოვს ჰეგელთან, რომ აი რატო უწოდებს ვთქვათ აბსოლუტურს და არა ღმერთს, იმიტომ რომ რა განსხვავება არის, რომ
ღმერთი შეიძლება იყოს შეცნობილი გრძნობით, წარმოდგენით ან ფილოსოფიური აზრით. და ღმერთის შემეცნება ყველაზე შესაფერისი ფორმით შემეცნებული არის ფილოსოფიური, ანუ აზრის, ანუ როგორც გონისეული წვდომით. და ამიტომ ღმერთი ასეთი ფორმით დაწვდომი არის აბსოლუტი, ანუ მისი უკვე შინაარსიც და ფორმაც არის შესაბამისი ერთმანეთის და ანუ მე შეიძლება ვთქვათ ღმერთი ვიცოდე ინტუიციურად, ღმერთი ვიცოდე გრძნობითად და ეს კი ბატონო ეს ღმერთი არის, მაგრამ როდესაც ის ვიცი კარგად ასე ვთქვათ, აი ძალიან ადეკვატურად და ცნებების დონეზე, აი ამ დონეზე შეცნობილ ღმერთს უკვე უწოდებს აბსოლუტურს. რო ის ასე ვთქვათ, ფარავს აი ამ შემეცნების უმაღლეს ფორმას. მაგრამ ეს როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანმა ეს უნდა რაღაცნაირად განიცადოს, თუნდაც ხელოვანმა, რომ მაგალითად ეს იდეა ხელოვნების იდეაც არის და რელიგიის იდეაც არის, რომ ეს რაღაც განცდა არის, აი რაღაცნაირად რომ დავამიწოთ, რომ მე როცა განვიცდი, რომ ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს, ანუ არსი და ჯერ არსი, რომ ერთმანეთს ემთხვევა. თუ ეს არ უნდა გადმოვიტანოთ, თქვათ ჩვენს რაღაც ყოველდღიურ ცნობიერებაზე. ალბათ ვიტყოდი, რომ ჯერ მაინც უნდა გავერკვიოთ რა არის ჰეგელისტვის ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება აურიოთ ტრადიციული ღმერთის გაგება. რაც პრინციპში მაგის გადალახვასაც ცდილობს რაღაც დონეზე, ხო? და მაგით პრობლემატიზირდება ჰეგელი უკვე ჰეგელის კრიტიკაში. ხო, აი მე მაშინ რო გითხარი, ანუ ათეისტურათაც შეიძლება ჰეგელის საკითხვა, იმიტომ რომ კოჟევე წერს ფენომენოლოგიის მეხუთე თავში უკვე ჰეგელი როდესაც უბედურ ცნობიერებაზე საუბრობს, ანუ პოსტ ქრისტიანული რელიგიური უბრალოდ ჯვაროსნული ომების შემდგომ იწყება რაღაც ათეიზმზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თითქოს აი აქ უკვე აი როდესაც საფლავი цаრიელია და სრული ფრუსტრაცია ხდება. ასევე შესაძლებელი არის მისი ინტერპრეტაცია კოჟევეს აზრით, როგორც ანუ გარკვეული პასაჟის, როგორც ათეიზმის საერთოდ. ხო, აი ზოგადად აი ზუსტად რა იგულისხმება ჰეგელთან აბსოლუტით ღმერთით და ასე შემდეგ. მაინც ალბათ აი ონტოლოგიური ესე რომ ვთქვათ, აი მისი ონტოლოგიური ფილოსოფიით შეიძლება ასე რომ ვთქვათ გავიგოთ. იმიტომ რომ ტრადიციული მეტაფიზიკური ღმერთის იდეა მე მგონი უფრო რაღაც დინამიური ღმერთის იდეა შემოდის, მე მგონი. რომელიც თავის თავს ანამდვილებს ისტორიით, რაც ტრადიციულ მეტაფიზიკაში ასე საერთოდ არ არის, ხო ვიცით, პირიქით ღმერთთან გვაქვს მარადიული ყოფნა, ანუ ის არ განიცდის არანაირი გარდასახვას, არანაირ განამდვილებას ისე, ანუ განამდვილებას ჰეგელიანური აზრით. ფილოსოფიაში თუ რელიგიაში, ქრისტიანული რელიგია არის ფაქტობრივად. ხო, ქრისტიანულ რელიგიაში გვაქვს გამოცხადება, ხო? რომელიც ამ ტრადიციული მეტაფიზიკა ისე ხსნის, რომ ეს უკვე რაღაცა მუდმივი ჩანაფიქრის იყო ღმერთის, ხო? ანუ რაღაცა ის რაც გამოვლინდა ისტორიაში, ის მუდმივად არსებობდა, ესე რომ ვთქვათ. ხო, რაღაცნაირად ჰეგელმა ეხლა ვკითხულობ ადრეულ თეოლოგიურ ნაშრომებს და მან ჩანს, ანუ რამდენად დაინტერესებული არის ქრისტიანობით, მე ბერძნული სამყარო. თავიდან მე მგონი თეოლოგიას უფრო, ანუ მე მგონი ლუთერანული მღვდელი უნდა რომ ყოფილიყო. ხო, სავსებით მე მგონი არ უყურებდა სერიოზულად თავიდან ბერძნულ ფილოსოფიას და ასე ბერძნულ ტრადიციას, ელინისტურ ტრადიციას და მერე გააკეთა სინთეზი და აი ეს რაც დაწერა, ანუ იესო ქრისტეს ცხოვრება. მანდაც ესე იგი კანტს ალაპარაკებს იესო ქრისტეს სახელით, ხო, რომელიცაც ანუ იესო ქრისტე სინამდვილეში არის იმანუელ კანტი, რომელიც ასწავლის კატეგორიულ იმპერატივს. ანუ მისთვის ესე იგი იესოს ფორმულირება, უფრო კანტის ფორმულირება, უფრო იესოს ფორმულირების ნამდვილი ვერსია იყო, უფრო კარგად ფორმულირებული იყო, რომ ფაქტობრივად რეალურად კანტზე დაწერა რა იესოს ცხოვრება, ხო? და ამ ნაშრომებში ჩანს, რომ ანუ ქრისტიანობის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იჩენს და მე რაღაცნაირად ეს
როგორც ჩანს ამ მოდელზე მე მგონი ქრისტიანობის მიმართ მუდმივად არის ესეთი, და იყენებს კიდევაც მის ფილოსოფიაში, მაგრამ ვიტყოდი, რომ არ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის ისე ტრადიციულ ქრისტიანობას ალბათ უფრო არ მიუდგებოდა ეგრე გახსნილად, როგორც მაგალითად პროტესტანტიზმს უდგება, ხო? საშუალებას იძლევა მაგას. პროტესტანტიზმში უფრო ხედავს იმის საშუალებას, რომ რაღაც მოქნილობა არის, რაღაც ინტერპრეტაციის, ხო? ის რაღაც ტრადიციულ ქრისტიანობაში ხდება როგორც მისტერია, მაგალითად, უფრო სიმბოლოდ აღიქმება უკვე პროტესტანტიზმში და იმას ვიტყოდი, რომ ამის გამო ზუსტადაც ხშირად არის ხოლმე ზუსტად ტრადიციული ქრისტიანობიდან კრიტიკა ჰეგელის. და არა მხოლოდ ტრადიციული პროტესტანტულიდანაც, მაგალითად კირკეგორი უფრო პროტესტანტი არის და აქედან ამოდის. ხო და სხვათა შორის თვითონ ჰეგელსავე ჰქონდა ის აზრი, რომ ამ აბსოლუტის მოხელთება, ან ზოგადად წმინდა ყოფნის მოხელთება კონცეპტუალურად შეუძლებელია. ეს უნდა განიცადო ინტელექტუალურ ჭრეტაში, intellectual intuition, რასაც ეძახიან. რაც ეს არის უფრო ჰოლდერლინის მიმართულება და მე თვითონვე უარყოფს ამას და რატო? იმიტომ რომ მიაჩნია რომ ეს მე თვითონ აღიარებს იმას რომ ეს იყო რაღაცნაირი დაშვება, presupposition, რაღაცა მიღება დაკითხვის გარეშე და მაგას ესე იგი მაგ ტერმინს იყენებს ინტელექტუალურ ჭრეტას, როდესაც საუბრობს ყოფნაზე, sein. Sein-ზე როცა საუბრობს, როგორც აბსოლუტურ სიცარი განუსაზღვრელობაზე, მან იყენებს ამ ტერმინს. კიდე მე მგონი სხვასთანაც შემხვდა ეს ინტელექტუალური ჭრეტა, მაგრამ ეს ახლა საინტერესო რაღაცა თქვი, რომ ეგ გულისხმობს განცდას, იმიტომ რომ ეგ ძალიან საინტერესო რაღაც არის, რომ ინტელექტუალური ჭრეტა კანტთან მაგალითად შეუძლებელია ადამიანისთვის. ინტელექტუალური ჭრეტა, იმიტომ რომ იქ გამოყოფს კანტი ჭრეტის ადამიანურ ფორმას და ღმერთის სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს ღმერთისთვის ჭრეტა. და აი კანტისთვის მაგალითად ადამიანური ჭრეტა მუდმივად ცნებით არის ცნებით არის გაშუალებული. მაგრამ ცნება და ჭრეტა მაინც რადიკალურად გაშუალებული არის ერთმანეთისგან. ესთეტიკურ ფორმაში არ არის თანხვედრაში კანტთან, რას გულისხმობ ესთეტიკურ? ჭრეტა და ცნება ერთად. აი როგორც თვითონ მე მგონი თეორიულშიც აი სქემატას რასაც ეძახის, მე მგონი მანდ არის განხილული როგორ არის გაშუალებული, რა ტიპის სინთეზია საჭირო, რომ ჭრეტაში მოვიდეს, ცნება მოვიდეს ჭრეტაში და ასე შემდეგ. მაგრამ რის თქმა მინდა, რომ უკვე უკვე ფიხტესთან იცვლის, ინტელექტუალური ჭრეტა კანტთან არის რეალურად საგნის შექმნა არის, ესე რომ ვთქვა, რაღაც საგნის განჭრეტა ისე, რომ მისი თავი, ზუსტად აღარ მახსოვს ახლა როგორ არის, მაგრამ მახსოვს, რომ ეს მიემართება ღმერთის ჭრეტას იმ აზრით, რომ აი ღმერთი როგორც წარმოქმნის საგანს, აი იმ აზრით არის ეს ინტელექტუალური ჭრეტა. და ფიხტესთან უკვე იცვლის ამის შინაარსს და ინტელექტუალური ჭრეტა უიგივდება რაღაც ტიპის insight, რაღაც ტიპის რაღაცა რომ გაიგე რა, რაღაცა და ეს წვდომა, ხო? და ეს წვდომა პირველ რიგში არის ზუსტად ამ თვით ცნობიერების წვდომა, რაც შემდეგ ბაზისი არის მისი მთელი ფიხტიანური Wissenschaftslehre, რასაც ეძახის, ხო? მეცნიერების მოძღვრება, ხო? ესე იგი, სხვადასხვაის ხო, ჰეგელის მიმართ კრიტიკა მაგ მიმართულებითაც არის, რომ ყოფნა გაუგებარი რჩება თითქოს, მაგრამ ჰეგელი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ესე იგი უშვებს იმას, რომ ყოფნის გაშუალებულად შეცნობა შეუძლებელია, რადგან ის ყველაზე მარტივი არის, მაგრამ ყოფნის განცდა ფაქტობრივად შეიძლება წავიკითხოთ. ეს სჯეროდა რომ თავიდან ხო აი ეს ყოფნის რაღაცა ერთიანობა უნდა განიცადო, მაგრამ შემდეგ უკვე აი მეცნიერების ლოგიკაზე როცა მუშაობს, უკვე ფიქრობს რომ არა, კონცეპტუალურად შეიძლება ვისაუბროთ ამ წმინდა ყოფნაზე ან რაღაც ტიპის
ან შეიძლება თვითონ წმინდა ყოფნიდანაც გამომდინარეობდეს რაღაც კონცეპტუალური დეტერმინაციები. რაც შემდეგ არის უკვე ბაზისი მთელი მეცნიერების ლოგიკის. იმიტომ რომ ყოფნა როგორც რაღაც აბსტრაქცია შეუძლებელია მოხელთებული იქნას, იმიტომ რომ ყოფნა არის რაღაცის ყოფნა. რაღაცის ყოფნა უნდა იყოს. ხო და აი ზუსტად მაგით იწყებს, რომ აი წმინდა ყოფნა, რა არის წმინდა ყოფნა? განუსაზღვრელი განსაზღვრულობა, არაფერი. მერე ამ არაფრიდან გადადის აი ეს და აქედან მერე იწყება ეს ცნების მოძრაობა. ჟონგლიორობა. ხო. და მერე აქედან მიდის და საინტერესო ის არის, რომ ნებისმიერი განსაზღვრება ჰეგელთან მეცნიერების ლოგიკაში მუდმივ მოძრაობაშია. ანუ არ არის განსაზღვრება, არასდროს არ არის გაჩერებაში. აი ამის გამო ხშირად კრიტიკა რაც არის ხოლმე ჰეგელის აი თითქოს ვერ იხელთებ ბოლომდე, იმიტომ რომ რაში გააკრიტიკო ხო? იმიტომ რომ ეს მოძრაობს, ეს რა აი მაგალითად ყოფნაზე ესე ვერ იტყვი რა არის, იმიტომ რომ ის უკვე თავისთავი თითქოს უარყო უკვე არაფერში არის. თავის ხო თვითონ აკრიტიკებს თავის დეფინიციაც ზუსტად იმაში არის, რომ რაც თავის თავს უარყოფს, მე იმ თავის უარყოფით თავის თავს უბრუნდება. ახალ შინაარსიძენს. ხო, მაგრამ ამ ახალ შინაარსიძენს ზუსტად ამ უარყოფით. მაგიტო არის, რომ ეს უარყოფის მომენტი, რასაც ქვია დეტერმინირებული ნეგაცია, ხო? არის პოზიტიური, ანუ რაღაც შინაარსი, ახალი შინაარსები შემოაქვს. ერთგან წერს ზუსტად არ მახსოვს სადღაც მე მგონი სპინოზაზე წერს რომ მე ვეძებ არა სუსტ მხარეებს თუნდაც ოპონენტის ან ასე ვთქვათ სხვა ფილოსოფოსში არამედ ძლიერი მხარეებს ანუ და იმ ძლიერ მხარეებს უარყოფ ანუ ეს არ არის რომ ანუ მისი ასე ვთქვათ შეიძლება ესეც არ იყოს სწორი იმ გაგებით რომ თავიდანვე განწყობილი უარყოფისკენ რაღაცნაირად შეიძლება მექანიკურად ჩანდეს, რომ რაღაცნაირად განწყობილია, რომ სხვა ფილოსოფია უარყოს, მაგრამ ის ამბობს, რომ მე ვეძებ ძლიერ მხარეებს. თვითონ განხილვის ფორმაც ესეთი აქვს, რომ მოყავს კანტი, აღნიშნავს, რომ აი კანტის დამსახურება არის ეს და ასე შემდეგ და მერე მიდის ანუ ისევ კრიტიკა და მერე ისევ აი მაგრამ კანტმა და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან ესე ვთქვათ დინამიკაში, ანუ თავისი ოპონენტები და ასე ვთქვათ შემოყავს თვითონ და მაგიტო სხვადასხვაის რას ვფიქრობ, იცი რომ ეს ლოგიკის მეცნიერების ეს დასათაურებები შეიძლება არ ვიცი მართლა თავიდანვე იყო ესე რომ მაგალითად აი რო წერია რომ თქვა ზაინ და დაუშვათ ნიხტ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იმას ისეთი flow აქვს ტექსტის სადღაც ამოვიკითხე რომ ეს მერე არის გამოყოფილი, იმიტომ რომ მას აქვს რომ სჯელობს და მერე არის რომ აი ეს არის ქმნადობა დაუშვათ ვერდენ ხო ანუ მაგას ამბობს და მერე მოდის დასათაურება რა რაღაც ეგეთი ის შეიძლება თავიდანვე იყო მაგრამ უბრალოდ ზოგიერთ ტექსტზე ვიცი რომ ეგრე არის მერე არის დასათაურებული რა თვითონ ჰეგელი იძახის რომ ჩემი მეთოდოლოგია რეალურად არის დაკვირვება ანუ დაკვირვება როგორ მოძრაობს თვითონ ცნება ხო ეს თუ მაგაში მართალი არის და არ გვატყუებს და სავარაუდოდ არ გვატყუებს გამოდის რომ ან ვერ დაწერდა წინასწარ რას მოსდევს აი ფოიერბახი ზუსტად მაგაში აკრიტიკებს რომ ფოიერბახი ამბობს რომ ის თავიდანვე ყოფნით რო იწყებსო ის ეგრევე შენიღბული წინასწარ მომზადებული ცნება ყავსო სხვადასხვა აი მაგაზე მაქვს ზუსტად მომზადებული აი კრიტიკებზე რომ ვისაუბრო შელინგის აი ფოიერბახის მე მგონი შელინგის ლექციებს ესწრება და არა მარტო ფოიერბახი ესწრება ასევე კირკეგორი ენგელსი ბაკუნინი ჰუმბოლტიც ანუ ესეთი ძლიერი ფილოსოფოსები ესწრებიან შელინგის ლექციებს ჰეგელზე და ზუსტად ჰეგელი არის ეს შელინგი არის ის ვინც წარადგენს ამ თავის ძირითად კრიტიკას და რაც შემდეგ ყველაზე ფუნდამენტურად ითვლება ჰეგელის კრიტიკაში ხოლმე რო არის ჰეგელი არის პანლოგიციზმი ანუ რო აი ყველაფერი რაც არსებობს ან ერთის მხრივ რაციონალურად ან ლოგიკური განსაზღვრებით და მეორეს მხრივ კიდევ და ეს კრიტიკა არის მე კრიტიკა აქედან იმის არის რომ ესე იგი ჰეგელი არასდროს არ ტოვებს ადგილს რაღაც მოუხელთებელის ანუ და კრიტიკა არის ასევე ის რომ ცნებაში ყოველთვის რჩება რაღაც მოუხელთებელი ეს რომ მოუხელთებელი რჩება სხვადასხვა სახელი ქვია მაგალითად სხვადასხვა ავტორებთან აი მაგალითად მარქსთან ეს არის მატერიალურობა ხო აი რაღაცა ეს რაც რეალური არის ის ვერ გახდება იდეალურში ბოლომდე მოხელთებული ანუ აზრში
მაგალითად ლევინასთან არის ეს სხვის მომენტი ვერასდროს ვერ იქნება ბოლომდე მოხელთებული აზრში. სხვას ბოლომდე ვერ გაიგებ. ხო. აი ეს სხვადასხვა მომენტები ამ ზუსტად შელინგიანური კრიტიკის გაგრძელება არის. ხო, მარქსიც ხშირად აკრიტიკებს. ეგ ბეგურები, ვინც ესწრებოდნენ შელინგის ლექციებს, ანუ შელინგის ამ ლექციებში არის ჰეგელის კრიტიკა. ხო, ისინი მე მგონი რაღაც ცოტა იმედგაცრუებულები იყვნენ შელინგით იმ პერიოდში. ხო, ეგ არ ვიცი. ეს ხალხი, მაგრამ ხო, ეგ მარქსსაც აქვს ეგ, რომ ესე იგი გერმანულმა იდეალიზმმა, ესე იგი ადამიანის იდეალი შექმნა ისეთი, რომ ნამდვილი ადამიანი საერთოდ გამოტოვა, ხო? ხო, აი ეგ არის კირკეგორის რაღაც კრიტიკაც, რომ აი ჰეგელი, სულ რომ ჰეგელი მართალი იყოს, ჩემს ცხოვრებაში ამას ვერაფერს ვერ ამბობს, ჩემს ცხოვრებაზე ვერაფერს ვერ ამბობს. ეგ საინტერესო რაღაცაა. ანუ თითქოს როგორი რაღაცაა, რომ ჰეგელი გვაძლევს რაღაცა ონტოლოგიურ გრამატიკას, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა როგორ შეიძლება რომ სამყარო იყოს ლოგიკური და რაციონალური. მაგრამ ამ რაღაცა გრანდიოზულ იმაში სისტემაში თითქოს აი ეგზისტენციალური სიღრმე იკლებს რაღაც აზრით რა. მაგითო ამბობენ, რომ თვითონ ჰეგელი არ იყო ალბათ წინამორბედი მაინც ეგზისტენციალიზმის. ხო, აი ჰეგელის კრიტიკაა წინამორბედი ეგზისტენციალიზმის, ხო, აი კირკეგორი არის ვინც პირველი ითვლება, და შელინგიც ითვლება სხვადასხვა რაღაც ერთ-ერთ პირველ ეგზისტენციალისტად, იმიტომ რომ ზუსტად არსებობის მომენტი დაიჭირა, რომ არსებობა ყოველთვის რაღაც მეტი არის, ვიდრე ცნებაში შეიძლება მოიხელთო. და ეს ჰეგელთან ეს მომენტი მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ აზრით შეიძლება თუ არა აზრით მოიხელთო მთელი რეალობა. ჰეგელისთვის შეიძლება, ანუ ეგ არის ხო, მეცნიერების ლოგიკა, მაგის ჩვენების მცდელობა. მე ანუ ესე ვკითხულობ, რომ ჰეგელისთვის მოხელთების გარეთ რჩება ის, რაც არაგონივრული არის. ის, რაც რჩება მიღმა, ისიც რაღაც დოზით ამ კონცეპტით არის, ანუ როგორი რაღაც ხდება, რომ თვითონ მეცნიერების ლოგიკაში, ანუ ცნება იმ დონეზე მიდის, რომ თითქოს თავის თავს ივიწყებს, რომ ცნება არის. და მაგიტო აი ინდივიდი რო ცდილობს, რომ ინდივიდი იყოს და დაშორდეს მთელს. აი ეს მომენტი არის ზუსტად, ოღონდ ეს უკვე თვითონვე ცნების მოძრაობაშივე არის ეს. ანუ რეალურად ჰეგელი პრინციპში აი მაგიტო არ რთული ჰეგელის კრიტიკა, როგორც ვახსენეთ, რომ ჰეგელი ანუ წინასწარ ვეხდება, ჯერ ეს ერთი ანუ კრიტიკაც სავარაუდოდ იცის რა იქნება და მეორე მხრივ თვითონვე პასუხობს ამ კრიტიკას, რომ ეს ყველაფერი უკვე ცნებაშივე ხდება, ანუ ცნებამ თითქოს თავის დავიწყების მომენტი აქვს, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ჰეგელის კრიტიკა არის კიდე იმ მხრივ, რომ თითქოს ის ისტორიის კონსტრუირებასაც აკეთებს, ანუ რაღაც იდეას თავიდანვე თავისი გაწერილი გეგმა აქვს. ანუ ისტორიის, ასე ვთქვათ, გაწერილი გეგმა აქვს, მაგრამ ენციკლოპედიაში წერს, რომ ანუ ჩვენ ვაღიარებთ, ანუ არ უნდა დაგვაუწყდეს შემთხვევითობის ადგილიც. ის ამბობს, რომ ის არის ისტორიის წინასწარ კონსტრუირების წინააღმდეგი. ეგ ანუ პარალელი უბრალოდ მაგითო გამახსენდა ეს, რომ გავს იმას, ანუ რეალობის მთლიან მოხელთების საკითხს რა. ჰეგელისთვის უბრალოდ ის, რასაც ვერ იხელთებს გონება იმაში, რომ ის უბრალოდ არის არაგონიურ სისულელე არის, ასე ვთქვათ. რაღაცნაირი ისეთი ფორმით რო ვთქვათ, ანუ თუ მე რაღაცას ვერ ვიგებ, ხო? ეს შეიძლება თქვა ერთი მხრივ, რომ ჩემი გონება ვერ წდება ამას, უნდა განვითარდეს გონება, რომ მიწდეს, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც უშვებს, რომ არც არაფერი არის გასაგები, ანუ უბრალოდ სისულელე არის და მე თუ ვერ ვიგებ, ეს ყოველთვის ჩემი ბრალი არ არის. და ამიტომ იმას, რასაც ამის გარეთ ტოვებს, იმას უწოდებს რაღაცა ისეთ აქციდენციალურ ან რაღაც შემთხვევით ელემენტებს, რომელიც ცნების გარეთ არის. რაღაც გაგებით შეიძლება კონდეს, ანუ შეხება, ანუ ცნებასთან. ხო, თვითონ მაგალითად თუნდაც ადამიანზეც რო საუბრობს, ხო, ეგ შეიძლება ესე ჩანდეს, რომ მაგალითად ადამიანში იმ ცნებას ხედავს თითქოს თავარს და არა რეალურ ადამიანს, თქვათ, როგორც ხო, აი ზუსტად აი სტრუქტურული ფილოსოფოსი რო არის, მაგის გამო
აი მაგიტო მაგაშია კრიტიკებენ ზუსტად აი ეს ადორნო ლევინასის რო ვაშლში მაგალითად აი ვაშლობა არის თავარი მაგრამ ის რაც ასე ვთქვათ მისი ძალიან ინდივიდუალიზმია იმას უწოდებს მომენტალურ ასე ვთქვათ წარმავალობას ანუ რაღაცა ის საზრისები წინ უსწრებენ თითქოს ამ რაღაცა ინდივიდუალობებს და რაღაც აზრით გადალახავენ კიდევაც ანუ თელი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე ის მისი ნაწილები ხო მაგრამ აი მაგის გამოა ზუსტად რომ აი ეს შემთხვევითობა რაღაც აზრით თითქოს გადაილახება იმიტომ რომ კი შემთხვევით რაღაცეები უაზროა და რაღაცა მაგრამ თელში მაინც საზრისიანობა არ იკარგება ესე რომ ვთქვათ თელი ან კიდევ სხვანაირად რომ ვთქვათ ის უაზრობაც რაღაცას დადგენილია როგორც უაზრობა, იმიტომ რომ რაღაცა საზრისიანობაც ფონს ქმნის ხო. და ანუ რაღაცა ესე რომ ვთქვათ ერთის მხრივ წინ უსწრებს და მეორეს მხრივ კიდევ უკვე ხდება კონცეპტუალურად მოხელთებაც კი. რადგან შემთხვევით ის? ხო, ან შეიძლება თლიანად ვერ მოიხელთო შემთხვევითი, მაგრამ მასზე რეფლექსიის საშუალება არსებობს. თვითონ ინდივიდზე რაღაც ერთ-ერთი უფრო პოლიტიკური კრიტიკაც არის ამის საფუძველი, რომ თქვა ჰეგელისთვის ჰეგელი იძლევა ისეთ სისტემას, რომელიც პროდუქტიული არის ტოტალიტარიზმისთვის. ხო, რაღაც აზრით რომ მთლიანი და უნივერსალური უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადი და კერძო. ხო. და მაგრამ მეორე მხრივ აი თქვა არიან ისეთებიც, რომლებიც ჰეგელს კითხულობენ როგორც პირიქით რაღაც ინდივიდუალისტურ როგორც ფუკუიამას ან რაღაც ლიბერალური კი ეგეც შეიძლება ანუ ეგეთი კითხვაც არის მაგრამ ჰეგელი როცა საუბრობს ინდივიდუალობაზე ყოველთვის ხაზს უსვამს თვითნებობასაც როგორც ერთ-ერთ აუცილებელ მომენტს თავისუფლების ანუ ჰეგელისთვის თავისუფლებაში არის ორი მომენტი ერთი რაც პასუხისგებლობა არის, რაღაც აუცილებლობა არის, მაგრამ ის არ უარყოფს, ანუ ის ხაზს უსვამს, რომ ევროპული გაგება თავისუფლების მოიაზრებს თვითნებობის ელემენტსაც, როგორც აუცილებელს და მთლიანობაში, ანუ მე მგონია, რომ ეგ აბალანსებს იმ საკითხს, რომ ეს იყოს რაღაცნაირად მაინც და მაინც საზოგადოების სასარგებლოდ ყოველთვის გადაწყვეტა რაღაცის რა. ხო, და აი ადორნოც მაგაზე ანუ მაგ კრიტიკაში შედის ზუსტად აი ეს მომენტი იმისი აი ზუსტად როგორ თამაშდება ეს რეალურად რომ აი ადორნოსთან რა გვაქვს რომ ზუსტად ინდივიდში ვლინდება მთელი ანუ ის რომ მაგალითად აი ადორნოს ეს რაღაც მეტაფორა აქვს ესე ძლიერი რომ როდესაც მე როგორც ებრაელს ნაცისტები კარზე მიბრახუნებენ, აი იქ ისტორია მთელში უკვე რაღაცნაირად აღქმული არის. და ეს მომენტი ეს ინდივიდში მთელის აღქმა არის მნიშვნელოვანი ადორნოსთვის, იმიტომ რომ ზუსტად ეს ინდივიდები ქმნიან ესე რომ ვთქვათ ამ მთელის აღქმის შესაძლებლობასაც კი. ჰეგელთან რაღაც აზრით ადორნოსთან ეს ფილოსოფია ნეგატიური დიალექტიკები რაც აქვს, ანუ რაღაც აზრით ზუსტად ჰეგელის კრიტიკა და გაგრძელებაც არის რაღაც. ჰეგელთან ალბათ ინდივიდი თუ თვითცნობიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში არის. აი ხლა ჩვენ გონდა საუბარი ლევან შატბერაშვილთან, ვთქვათ მისთვის, ანუ ჰეგელისთვის ისტორიული პიროვნებები იყვნენ ისინი, ვისშიც ანუ რაღაცნაირად ხორციელდებოდა რაღაც ანუ ხო, სოფლიო გონის მსვლელობა, ხო და ამიტომ ინდივიდში შესაძლებელი არის თვითცნობიერ ინდივიდში ხორციელდებოდეს, ან ვინც აცნობიერებს ამ ინდივიდში მთელს, ხო, ანუ ეს ყველაზე პირველი კრიტიკოსი, ანუ არის ალბათ შოპენჰაუერი, ხო? ერთ-ერთი ხო, მის სიცოცხლეშივე უკვე. ხო, ანუ უბრალოდ რო დავასახელოთ ჯერ, ანუ ვინ არიან ჰეგელის კრიტიკოსები უფრო ეს. რაღაც გაგებით შელინგს დაეფუძნა თვითონ ჰეგელი, მაგრამ შელინგი ითვლება მაინც ერთ-ერთ ყველაზე დიდი, იმიტომ რომ რაც განვითარდა მე კრიტიკები, როგორც ვახსენე. აი ძირითადად არის ორი კრიტიკა ხოლმე, ერთი არის ის, რომ ცნებაში ვერ მოიხელთება ყველაფერი, და მეორე კრიტიკა არის critique of immemorials ეძახიან, რომ რაღაცა განსხვავება მუდმივად რჩება და ეს განსხვავების მოხელთება. აი მაგალითად
პრო აი დელიოსთან და დერიდასთან არის კრიტიკა და ნუ უკვე თვითონ შელინგთანაც რომ აი რაც შენც ახსენე ეს რომ თავიდანვე უკვე ჰეგელს ესე იგი იცის სად უნდა წავიდეს და მთელი იმას blind series ლოგიკას ისე უბიძგებს რომ აი ესე წაიყვანოს. ანუ თავიდან მოსყიდული ყავს მთელი ლოგიკა ესე რომ ვთქვა. და ეგ მოსყიდულობა იმით არის შესაძლებელი რომ აი რეალობა ხო არის რაღაც აი უსაზღვრო განსხვავების ადგილი ხო აი ძალიან ბევრი განსხვავებები არსებობს რეალობაში. აი ამ განსხვავებების შესახებ რო იფიქრო, ერთის მხრივ უნდა რედუცირება მოახდინო ხო რაღაცაზე, აი მაგალითად ცნებაზე ან კონცეფტზე, ხო და აი ზუსტად ის რომ ახდენ ამის რედუცირებას, ის განსხვავებები რაც რჩება რეალობაში, ისინი გვერდზე რჩება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კიდე ის განსხვავება რაც ქმნის ზოგადად საგანს, ისიც გვერდზე რჩება. ამის გამო ეგეც ერთ-ერთი კრიტიკა არის, რომ ესე იგი ის განსხვავებები რეალურად არის რედუცირებული. აი განსხვავების რედუცირება ნიშნავს იმას, რომ შენ რეალობას გამარტივებული სახით იხელთებ რაღაცაზე. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ ზოგადად ფილოსოფიას შეუძლია ფილოსოფია რითაც ოპერირებს, ანუ მაინც ცნებები არის, ხო? როგორც ანუ ზოგადი კატეგორიებით. ხო. და ეს ზოგადად ჰეგელის პრობლემა თუ ზოგადად ფილოსოფიის პრობლემა არის. აი ჰაიდეგერი იტყოდა, რომ ეგ ზოგადად ტრადიციული ფილოსოფიის პრობლემაა, მაგრამ ჰეგელთან რაღაცნაირად სისავსეს იძენს. თუმცა აი მაგალითად ჰეგელის დამცველები იტყვიან, რომ ეგ რასაც შელინგი ამბობს ჰეგელზე, უფრო ტრადიციული მეტაფიზიკის პრობლემაა, რომელიც განსაზღვრებებში აქცევს საგნებს და სინამდვილეში აი რაღაცა დინამიკას საერთოდ გვერდზე გადაწევს. ხო, დინამიკა. როცა ჰეგელთან ეს დინამიკა მაინც შენარჩუნებული არის და ის ცნებები, რაც ცნებებიც გვხვდება მეცნიერების ლოგიკაში, აბსოლუტურად, ანუ განსხვავებულ მნიშვნელობას იძენენ რა, ის ტრადიციული მნიშვნელობები თითქოს აღარ არის. რეფლექსიაზე როცა ლაპარაკობს, სუბიექტზე რო ლაპარაკობს, ის ახლა კანტთან როგორც გაიგება, ის რაღაცნაირად შეიძლება საწყისი არის კანტის გაგებები, მაგრამ ახალ მნიშვნელობებში გადადის, ხო? ანუ აღარ არის ის მნიშვნელობები აღარ აქვს რა. აღარ აქვს, გაივლის იმ მნიშვნელობებს, ანუ ყველა შესაძლო მნიშვნელობებს და ეგ დინამიკა მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა საუბრობს რომ რა არის აბსოლუტური იდეა, ხო ამბობს რომ რო თქვა რაში მდგომარეობს იდეის იდეა, ისევე შეუძლებელია, როგორც თქვა რომ რაში მდგომარეობს, თქვა იურისპრუდენციის იდეა, იმიტომ რომ ეს რაღაც არ არის ფორმულით რომ გაიგოს ადამიანმა. და ამბობს რომ მთელი ეს პროცესი არის იდეა. რომელიც თქვა იწყება ანუ ყოფნით, მერე ვიზენ ანუ არსებით და მერე სრულდება ანუ ცნებაში, აღწევს როგორც ცნების ცნება, მაგრამ ეგ ხო თქვათ ეგ კრიტიკა რელევანტურია, იმიტომ რომ თითქოს ჰეგელი ანუ ესეთ ფოკუსს ატარებს, რომ იწყებს ისე რომ მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი და დავიწყოთ ყოფნით და ვნახოთ სად მივალთ. ხო. და ის უკვე ბოლო, რა თქმა უნდა, მხედველობაში აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ამ პროცესში სხვანაირად გავლაც შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ანუ მსჯელობა რაღაცნაირად ეს თუ ეს სისტემურად და მეთოდურად მიდის, მისი დაგვირგვინება უნდა მოხდეს რაღაც აბსოლუტურ იდეაში, ხო? ანუ იმიტომ რომ ყოფნა და დასაწყისი კატეგორიები არის ცარიელი აბსტრაქციები, რომელიც არ არის ჭეშმარიტი ანუ რაღაცა ესე თქვათ რეალობიდან ამოგლეჯილი არის და ამავდროულად ჰეგელს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ის არის მისი წარმოდგენით იდეა არის ყველაზე კონკრეტული რაღაცა. იმიტომ რომ ის არ განიხილავს იდეას ბწყლად, რომ ეს არის აი რაღაცა წერტილი არის ფიქსაცია. ის ანუ მისთვის ლოგიკის მეცნიერების ესე იგი მესამე ნაწილში არის იდეა არის ესე იგი სიცოცხლე, უშუალო იდეა არის სიცოცხლე, ხო? ამას ამბობს ლებენ არის მე. ხო. და ამბობს რომ შემდგომ იდეა არის შემეცნება და შემდგომ იდეა არის ანუ ნება თვითონ. ეს ნება ხო ანუ სუბიექტი არის. პრინციპში ანუ საბოლოო ჯამში მოქმედების განმახორციელებელი არის თვითონ სუბიექტი.
აი მე მგონია რომ მანდ მივდივართ ადამიანთან, როგორც მოქმედთან და ჰეგელს მე ესე ვკითხულობ, ეს ღმერთი და ეს იდეა არ არის სადმე საერთოდ აბსტრაქციაში. ეს არის მაინც ადამიანში არის. ადამიანს შეუძლია უბრალოდ განიცადეს. მაგრამ აი მან პრობლემა რა არის, რომ აი მე როგორც ვიცი, მეცნიერების ლოგიკა საერთოდ არ არის დროზე. დროში არ არის. არ არის ხო, დრო შემოდის ფიზიკა, ბუნების ფილოსოფიაში. ხო და მაგიტო ზუსტად მაგიტო რთულია თქვა, რომ ეს ადამიანი არის, ხო? იმიტომ რომ ადამიანი მაინც დროში არსებული არის. მართალია, მაგრამ აი მაგაზე დრო შემოაქვს უკვე როცა მთავრდება science of logic, ხო? როცა მთავრდება, მან მე ვიტყოდი რომ ეს რაც განსაზღვრულებები რაც შემოაქვს, ზოგადად არის ფუნდამენტური fundamental nature of reality რაც ქვია, ხო? აი ფუნდამენტური რეალობა, ისეთი რეალობა, რომელიც დააშორო დროს, დააშორო მართალია, აბსოლუტურად სივრცესაც. ხო, ყველაფერს რო დააშორო, აი ეგეთი რეალობა. იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ძალიან რთული არის, ანუ მაგიტო არ რთული ჰეგელი, რომ აი ეს ისეთ აბსტრაქციაში ვართ, რომ შეიძლება ვერც კი ვიაზრებთ რა ის აბსტრაქცია. აი ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი, რომ ეგ დაშორება ესე იგი ლოგიკის მეცნიერების შემდეგ გადადის ბუნების ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიის პირველი მეორე კატეგორია არის დრო-სივრცე და მე ამბობს რომ ეს ორი ერთი არის როგორც მატერია. მანამდე დრო საერთოდ არ არის, ანუ ლოგიკის სისტემაში დროს არ განიხილავს და ფილოსოფიის ისტორიაში როცა საუბრობს ჰერაკლიტეზე, იქ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აი ჰერაკლიტეს თქვა ცეცხლი ხო არის და ამბობს რომ ჰერაკლიტეს თავარი კატეგორია იყო ქმნადობა ან ვერდენ ქმნადობა და ამბობს რომ ქმნადობა არის დროის ლოგიკა და მე ესე მესმის რომ აი წარმოვიდგინოთ რა არის დრო და შემდგომ დრო როგორც თვითონ უწოდებს რაღაც არაგრძნობადი გრძნობადობა ამას მოვაშოროთ განცდის კატეგორია და დროის ლოგიკა ამოვიღოთ და დროის ლოგიკა ფორმულირება არის ქმნადობა მისი კატეგორიით და იქვე შენიშვნა არის როცა დაზაინზე საუბრობ რომ ძველ ფილოსოფიაში დაზაინი აღნიშნავდა ადგილს სივრცესთან კავშირში არის და ჰეგელმა ეგეც ამოგლიჯა რომ ეგ არის უკვე არა დრო და სივრცე არამედ დროისა და სივრცის ლოგიკა უბრალოდ მოშორებული აბსოლუტურად აბსტრაქტულად. თვითონ ისიც საინტერესოა, რომ აი ცნების მომენტი, ხო, ეს ცნება ხო მოძრაობა არის, რაღაც ცნების მოძრაობის მომენტის მოხელთება პროცესს ეძახის და მიმართებებს, ხო, relations და ეგეც, უნდა წარმოვიდგინოთ დროის გარეშე რაღაცას. და აი პროცესის წარმოდგენა დროის გარეშე რა. ეგეც ძალიან ესეთი კი, ცოტა უცნაური სააზროვნო მოდელი არის, მართლა. კი, ეგთან თან უნდა ვთქვათ, რომ აქვს ტერმინი ესეთი, რომ მარადიული აწმყო, სადაც უპროცესო არის, ასე ვთქვათ, რაღაცა არ არის, რომ თქვათ, ეხლა რაღაც ცნება განამდვილდება. და სიგეთის იდეაზეც ისედაც რომ საუბრობს, ის ამბობს, რომ ეს აბსოლუტური იდეა ისედაც განხორციელებული არის, ეგ არ არის ეგრე, რომ ჩვენ გველოდება იდეა ისტორიულად ადამიანებს, რომ ეხლა ჩვენ თავშოთ ან ნაპოლეონი იქნება თუ ლუთერი თუ სხვა, ეხლა ჩვენ უნდა განვახორციელოთ ღმერთი და რაღაც სიკეთის იდეა. ის ამას უწოდებს ცდუნებას, ასე ვთქვათ, რაღაცა იმ ილუზიას, რაშიც ადამიანი არის, რომ გონია, რომ ეს ჯერ არ არის ეს კატეგორიები განხორციელებული. უბრალოდ ეს პროცესი ალბათ არის, თან ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ეს პროცესი არის სუბიექტისთვის. აი იქ ხო არის, რომ რით უნდა იწყებოდეს მეცნიერება და იწყებს მე ყოფნით უნდა იწყებოდეს, ხო? ამაზე ხო ძალიან ბევრი მსჯელობა აქვს, ასაბუთებს, რომ რატო უნდა იწყებოდეს ყოფნით და მე ეს როგორ ავითარებ შემდგომ ცნებაში და მე ამბობს, რომ სინამდვილეშიო ეს არისო წრეო, რომელსაც დასაწყისი არ აქვს და ეს დასაწყისიო არის მხოლოდ სუბიექტისთვისო, ანუ შემეცნებისთვის არის, თორე ის უპროცესო, უბრალოდ მოცემულობა არის რა. რაღაც ეგეთი ხო ეგეთი რაღაც გამოდის კი და აი კრიტიკები ზოგადად ჰეგელის ძირითადად არის აი ეს ორი რაც ვახსენე ეს პანლოგიციზმის კრიტიკა რაც არის და კიდევ უფრო ძლიერი კრიტიკა კიდევ არის შედეგები აი ჰეგელიანური ფილოსოფიიდან რა გამოდის
აი ჰაიდეგერის კრიტიკა ხშირად არის ხოლმე იმაზე, რომ ამ ლოგიკურ კატეგორიებს და ამ ლოგიკურ აზროვნებას უკვე იმ დონეზე მივიდა, რომ საერთოდ გადალახა მისტერიის მომენტი. გადალახა ჰაიდეგერთან ძალიან მნიშვნელოვანი არის გაყოფა ყოფნას და არსებულს შორის. ანუ არსებული მაგალითად ეს საგნები ჩვენ და ყველაფერი რაც არსებობს როგორც საგანი არის ერთი რამე, მაგრამ თვითონ ყოფნა, ანუ თვითონ ის რაშიც არსებობს ყველაფერი. Sein და Seiendes გულისხმობ თუ existence. ხო, აი მაგას, Sein და Seiendes. ხო და მაგალითად ჰაიდეგერი იტყვის, რომ ჰეგელს არ აქვს ეგ განსხვავება. რა, ეს ონტოლოგიური განსხვავების მომენტი არ აქვს. ნახე, აქ ხო არის, ნახე მეორე იმაში ტომში. ეს რომელი ტომი არის? დასაც პირველ იმაში არის Sein. ხო, პირველ ტომში არის Sein. მეორე ტომში არის Existence. ეს პირველი Existence-ი მალევე შემოდის. მეორე ნაწილში. პირველ ნაწილშივეც შემოდის მალევე, აი being nothing და მერე becoming და მერე უკვე existence. ის ეგრე არის ინგლისურად ზოგ თარგმანში, იმიტომ რომ ის უკვე ის დაზაინ არის, მაგრამ ცალკე კატეგორია აქვს existence, უბრალოდ აქ ამ იმაში თარგმანში როგორ არის, აღარ მახსოვს. იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე აქვს. მივხვდი ხო. აი existence, ეგ გრუნდე ხო არის, ანუ საფუძველი. და აი existence-ი ცალკე განიხილავს, როგორც საფუძველი. და ოღონდ ეგზისტენციას უწოდებს უკვე ყოფნა, რომელმაც გაიარა გაშუალება და მოხსნილი არის. აი ground-ის შემდეგ appearance და უკვე existence ცალკე Seiendes რა თქმა უნდა ისედაც ცალკე იყენებს, მაგრამ ეს ლათინური ტერმინი კიდე ცალკე აქვს, ხო? ხო, ინგლისურად არის ეს existence დათარგმნა, მაგიტომ. სხვადასხვაობით ამბობენ, რომ გერმანიაშიო რაღაცნაირად კონსერვატიული დამოკიდებულება არისო ჰაიდეგერის მიმართო, აი ზუსტად საუბრე ჰეგელის კონგრესი რო იყო გერმანელ კონსერვატიული რამხელა. და აი ეგ იყო, ანუ რაღაცნაირად ერთი ადამიანი ამბობდა, რომ ცოტა ესე იყო რა, რომ რაღაცნაირად არ მოწონდა ეგ სიტუაცია, რომ ჰეგელის იქითო, ანუ ჰაიდეგერსო რაღაცნაირად ისე სათანადოდ არ აღიქვამენო რა, რაღაცნაირად. მე ვიცი რომ ჰაიდეგერს უფრო კრიტიკულად უყურებენ გერმანიაში. ხო, მაგას ამბობდა ზუსტად, რომ კრიტიკულად უყურებენ. იმის გამო რომ უფრო ნაციზმთან იყო კავშირში, ალბათ მაგის გამო უფრო მე ვიტყოდი. და მე მით უმეტეს იმიტომ რომ ეს black notebook-ები, შავი წერილები, რეულები რაც გაში წაიკითხეს და გაანალიზეს, იქაც აღმოაჩინეს ბევრი ანტისემიტური მომენტი. კი. ისე ჩვენ თუ გეცდება ჰაიდეგერზეც გავაკეთოთ რა. კი ბატონო. მე უფრო ჰაიდეგერზე უფრო ისე ვარ, რა ქვია, კომფორტულად ვარ ვიდრე ჰეგელზე, სიმართლე რომ გითხრა. ხო, ნუ. მაგრამ ჰეგელის კრიტიკა ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ჰეგელი არის რაღაცნაირად აი ზუსტად როგორ ავთქვა. აი ჰაიდეგერისთვის და ბევრი ეგზისტენციალისტვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჰეგელი, იმიტომ რომ მისი ფილოსოფია ბევრ რამეს ყლაპავს მართლა, ადგილს არტოვებს უბრალოდ. ესე იგი, შენ რაც ახსენე, რომ ჰეგელის კრიტიკა მოდის კიდე იქიდან, რომ ჰეგელის ფილოსოფიიდან გამოვიდა მაგალითად მარქსი, რომელიც მართალია ამავდროულად დაეყრდნო ინგლისურ ეკონომიკას, სოციალიზმს და რაღაცა შექმნა ამ სამზე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ მოდელებზე რაღაც კომუნიზმის საფუძვლები, რომელიც მერე ლენინმა გაიგო რაღაც თავისებურად და თავისებურად შეიძლება სწორად გაიგო თუ არასწორად გაიგო და ამას მოყვა შემდგომ ანუ ეს ტოტალიტარისტული სახელმწიფოს წარმოშობა. თვითონ გერმანულ ტოტალიტარიზმთანაც აკავშირებენ ანუ ჰეგელს. საერთოდ ჰეგელსაც და ფიხტესაც რაღაცა. ფიხტესაც, როგორც ფიხტეს რაღაც როგორც ნაციონალისტ ფიგურას, ხო. ესე პირდაპირ კავშირი რთულია ხოლმე, მაინც. მაგრამ რაღაც არაპირდაპირი კავშირები ანუ კი, როგორ არა. ახლა ნიჩეც რაღაცა არაპირდაპირ კავშირში არის, ხო? თუნდაც ნაციზმთან მაგალითად. მაგრამ ნუ რამდენად შეიძლება დავაბრალოთ ახლა ავტორს, ეგ ცალკე საკითხი არის. და ახსენე რომ ესე იგი კიდე რომ ჰეგელი არტოვებს ადგილს სხვა რაღაცისთვის.
აი ადგილს არტოვებს, აი რაც ერთ-ერთი რაც ვახსენე ის არის რომ აი ტრადიციული რელიგიისთვის ნაკლებად ტოვებს ადგილს, ხო? იმიტომ რომ ეს ტრადიციულ რელიგიაში მაინც ღმერთი მოუხელთებელი არის. ის ყოველთვის მიღმა არის და მისი მიღმიერობა ვერ დაი. პროტესტანტიზმშიც ესეა? რაღაც ფორმებში კი. მაგრამ უფრო აი კათოლიციზმში და მართლმადიდებლობაში ეგრე არის, ხო, რომ ღმერთის ესენცია პრინციპულად მიუღწეველი არის. და ეს პრინციპულად მიუღწევლობა მაინც მიუღწევლობად რჩება გამოცხადების მიუხედავადაც. და ჰეგელთან ეგ მომენტი, ასე რომ ვთქვათ, გადალახული არის, ხო? იმიტომ რომ პირიქით ტრანსცენდენტულობა იმანენტურობაში არის მოცემული და ეს თავისთავადი ტრანსცენდენტულობა რაღაც აზრით ცუდ იმას ეძახის, ცუდ უსასრულობას ეძახის, ხო? ხო, მიღმურობას უარყოფს კი, იმიტომ რომ პირიქით ან უსასრულობამ თავისთავი აი რაღაც ეგეც ამბობს, რომ უსასრულობამ თავისთავი უნდა მოსაზღვროს და მაგით გახდეს რაღაცნაირი სასრული, ხო? ხო, ეგრე აქვს ცალსახად, ანუ აბსოლუტურად ეგრე არის, რომ მიღმიერი სამყარო რა ვერ იქნება უსასრულო, იმიტომ რომ ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის თუ არის ზღვარი, ესე იგი იმ სამყაროსაც ქონია ლიმიტი, ეს სამყარო და ნამდვილი უსასრულო თავის თავში მოიაზრებს სასრულს და ამას ხედავს ქრისტიანულ თეოლოგიაში ალბათ ღმერთის განკაცების იდეასთან, რომ ესე იგი სასრული და უსასრულო აი რასაც მაგრამ აი ჰეგელთან ღმერთის განკაცება არის თითქოს რომ აი სრულად ის ტრანსცენდენტი სრულად ჩამოვიდა, ესე რომ ვთქვა, ანუ არაფერი დატოვა იმ ტრანსცენდენტში და იმ განსხეულობაში მთლიანად იმანენტურად იქცა, ესე რომ ვთქვა, ხო? და მე უკვე აღდგომით, ანუ თითქოს სულში, ესე რომ ვთქვა, იმანენტურობაში, იმანენტურ ტრანსცენდენტულ ველში გადავიდა, ხო? და კიდევ ეგ ძალიან გავს უკვე ну ათეიზმი რა შეშია, მაგრამ რას გულისხმობ იცი რომ მისი იესოს მოდელი არის ну მე რო კითხულობ თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი არის რომელიც უბრალოდ თვითცნობიერი არის და შესაბამისად ხო მაგრამ აი რთული არის ეგეც რა ზუსტად გავიგოთ რას გულისხმობს მაგრამ ну მე მგონია რომ მაინც რაღაცა ის იესოს ღვთაებრივის მომენტი აქვს მაინც მისთვის ხო ოღონდ ჰეგელისთვის ხო სხვანაი არ ვიცი ზუსტად როგორი ღვთაებრივის მომენტი შეიძლება სიმბოლური ღვთაებრივის მომენტი ვიდრე რომ აი მართლა ის ღმერთია მაგრამ მე მის ფილოსოფიაში უფრო ეგრე ფუნქციონირებს რომ სავარაუდოდ მართლა ღმერთად აღიქვამს ღმერთკაცად და რომ ის ტრანსცენდენტი უნდა განსხეულდეს, ანუ რაღაც ან ინკარნაციის მომენტი უნდა გქონდეს. ხო, ოღონდ ნამდვილად, იმიტომ რომ ის არ უნდა იყოს უბრალოდ თამაში, რომ თქვათ ილუზორულად, აი მაგაზე მიფიქრე აღმოსავლურ რელიგიებშიც, რომ ეს სასრულის და უსასრულოს მიმართების ვარიანტი, რომ უსასრულო ღმერთი განკაცდა ხდება სასრული. და ხო არის ეგეთი რაღაცა, რომ აი თქვათ კრიშნას შემთხვევაში, რომ ის კი განკაცდა, მაგრამ ის ილუზორულად მოაჩვენა, ანუ მას ეს ტკივილი არ განუცდია და ეს ყველაფერი იყო ლილა, ანუ რაღაც ერთგვარი თამაში. მას რეალური მიწიერი ის არ ქონია, სასრული ბოლომდე ანუ დამიწებული არ ყოფილა. არა, ეგ ტრადიციულ ქრისტიანობაშიც ეს ინკარნაციის მომენტი ძალიან სერიოზულად ამიღებული. პირიქით ხო, ანუ ღმერთი შემოდის ადამიანის ტანჯვაში ისე რომ პირდაპირ განიცდის ამ ტანჯვას და მაგიტო თანაგიგრძნობის მომენტი შემოდის, ხო? ეგ ეგზისტენციალური სიღრმე ძალიან არის ქრისტიანობაში და აი ზუსტად ეგ უნდა რომ შეინარჩუნოს კირკეგორსაც, რომ ქრისტიანობის გასიმბოლოებით და მხოლოდ იმითი რომ ფილოსოფია მოიხელთა ის მთლიანად მაგით ვერ უარიყოფა ქრისტიანობა და სხვადასხვა მაგას ახერხებს მაგალითად იმითი რომ მაგალითად ინდივიდუალს ან ინდივიდს პიროვნებას რაღაც მომენტში უფრო მაღალ დონეზე აყენებს ვიდრე მთელ საზოგადოებასაც კი თვითონ კირკეგორი აი შიში დაძრწოლაშია ეგ მომენტი ხო აი აბრაამი როცა უნდა შეწიროს თავისი შვილი ღმერთის ბრძანებით ღმერთის განკარგულებით ეს საზოგადოებრივი გადმოსახედიდან სრულიად უაზრობა არის. ანუ უაზრობა კი არ არის, სიგიჟე არის, ანუ დასაჭერი არის რეალურად აბრაამი რასაც აკეთებს. პირდაპირ ეგრე ამბობს კირკეგორი რა. პოლიციაში არის. ხო.
იმიტომ რომ აი ხა რო გითხრას ვიღაცამ რომ ჩემი შვილი მსხვერპლად უნდა შევწირო, იმიტომ რომ ღმერთმა მითხრაო, ხა დასაჭერი ხარ კი არა, რა ვიცი, გამოსაკეტი ხარ. ხო და მაგრამ კირკეგორისთვის მაინც ეს რწმენის მომენტი ყველაფერზე მაღლა დგას. აი ზუსტად ის სიგიჟე რაც ხვისთვის სიგიჟე არის. სინამდვილეში ეს არის ღმერთის მიერ მოწოდებული. აი ცალკე კითხვა არის ღმერთი როგორ უნდა განასხვავოს. და ამით ინდივიდუალურს როგორ უსვამს ხაზს? იმიტომ რომ ინდივიდი პიროვნულ კავშირშია ღმერთთან, არა, აბრაამის შემთხვევაში. აბრაამიც აი პირადი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, პირადად იღებს ისეთ ბრძანებას, რომელიც ყველა სხვისთვის დაფარული არის. და პირიქით სხვისთვის აკრძალულიც კი არის. ანუ აკრძალულის ტელეოლოგიური suspension, რა ქვია მაგას, მოხსნა ხდება. მოიხსნა, ესე რომ ვთქვა, ჩვეულებრივი აკრძალვა, იმიტომ რომ ღმერთმა ბრძანა ასე. და მაგას აი კანტი მაგის მიმართ პირიქით კრიტიკულად არის. ბევრი ფილოსოფოსი უფრო კრიტიკულად აფასებს მაგ მომენტს, მაგრამ კირკეგორისთვის პირიქით რწმენის მომენტი, აი რწმენის რაინდი არის აბრაამი ზუსტად, იმიტომ რომ სასრულში უსასრულობას ხედავს. სასრულში უსასრულო, ელის ის რომ სხვას წირავს, ძალიან სასრულში, ხო. ხო, თავის შვილს რო წირავს სხვერპლად, ის დაბრუნდება, მაგის ჯერა. და ამბობს რომ ეს აბსურდის დაჯერებაა რაღაცაზე და მაგიტო რწმენა არის რაღაც ნახტომი, ხო? აი ზუსტად როცა ტოტალიტარიზმს ვაკრიტიკებთ, ხო? ეგ ხო ხშირად ეგ მომენტი არის ხოლმე რომ აი ღმერთმა უბრძანა და რაღაც ტრანსცენდენტალური იდეა ქონდა იმის რომ მერე თქვათ მოეკლა ადამიანი, ხო? ჩვენ ხო ამ პოზიციიდან ვამბობთ, ანუ ჟიჟეკი ხშირად ამბობს ხოლმე რომ ჰაინრიხ ჰიმლერის, ანუ ჰოლოკოსტის არქიტექტორის საყვარელი წიგნი იყო ფაგავად გიტა, სადაც ის მოუწოდებს რომ რაც ღმერთისგან მოდის, შენი ასე ვთქვათ მოვალეობა უნდა შეასრულო და ეს ღმერთის ის უნდა დაიჯერო სიტყვა რა, რაც არის. ანუ ის თავის ახლა ჟიჟეკი რამდენად სწორად ინტერპრეტაციას აკეთებს მაგას ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ესო თითქოს იმისთვის ჭირდებოდაო, რომ ვთქვათ აი გერმანელ პატიოსან ჯარისკაცს რო ქონოდა განცდა, რომ ის ამაღლებულ რაღაცას ემსახურება, მაშინ როცა ვთქვათ ვიღაცას ხოცავს რა. და ეგეც ხო, ანუ აი კირკეგორის ეგ მაგალითიც ხო ეგრეთ შეიძლება იყოს გაგებული, რომ ჩვენ უნდა დაუშვათ მაშინ რომ აბრაამს მართლა რაღაც სწორი მოტივები ქონდა მისთვის მაინც რა. კი, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხე კირკეგორში, რომ ეგრე არ გაიგო, იმიტომ რომ აი მარტივია მე ფანატიზმში რაღაც აზრით გადავარდნაც, მაგრამ ხო, ეხა აბრაამი მაინც რწმენის გამოხატულება არის. აბრაამი ყველა არ არის. ყველას არ შეუძლია რომ ღმერთთან პირადი კავშირი ჰქონდეს რაღაც აზრით. და კიდევ ერთი მომენტი ის არის, რომ აი ჟიჟეკი რო ახსენე, ჟიჟეკთან ზუსტადაც ეს პოეტები, რაღაცა ფილოსოფოსებიც არიან ზუსტად ისინი, ვინც ამართლებენ ან რაღაცნაირად მორალურად თითქოს გაამართლებენ კიდევაც რაღაცა დიდ გრანდიოზულ ძალადობებს, ხო? ან ძალადობას რაღაცაზრით წინ უძღვის პოეტური გამართლება, რომ რაღაცნაირად განორმალურო ის ძალადობა, ან რაღაცნაირად დიდ საზრისში ჩასვა, ესე რომ ვთქვა. აი ზუსტად მაგას აკრიტიკებს ხო ჟიჟეკი, რომ ეს ხშირად ან და მასე ან რწმენის კრიტიკა შეიძლება მაგაზრითაც არის ხოლმე, რომ აი რწმენას შეუძლია რომ ისეთი რაღაც ჩაგადენინოს, რაც ნორმალურ ან შეიძლება ურწმუნო, არასდროს არ ჩაიდინოს ურწმუნო. მანდ ახლა თვითონ კირკეგორის პასუხი ზუსტად არ ვიცი რა იქნება. ტრადიციულ ფორმებში ალბათ ის იქნება, რომ ხა იქ ესე პირდაპირ ღმერთთან კავშირი ალბათ ისეთ ადამიანს არ ეძლევა, ვინც მაგალითად არ არის მზად მაგისთვის, ხო? რაღაცა მომზადების მომენტი ყოველთვის არის. ხო, მაგრამ ის ხო ის არის თვით გამართლება არის, ახლა მიდი და მე არ ყვია, მართლა ქონდა თუ არა, ხო? ხო, ეგ არის რა საფრთხე ყოველთვის. აი თვითონ კათოლიციზმში რამდენი დაუწვიათ იმის გამო, რომ ან არ ვიცი ახლა მაგრამ ბევრი ახლა გავდივარ ამ საგას ინკვიზიციებზე და ანუ ესპანეთში ხდებოდა ეს. ხო. ჩემი ლექტორი როგორც ამბობს მოტივით ებრაული ქონების კონფისკაციის მოტივით, ანუ ის ესპანური ვარიანტი ცალკე ინკვიზიცია, ცალკე ისტორია არის, ასე ვთქვათ რა. ხო და იმის თქვა მინდა რომ აი ყოველთვის რთული იყო გასარკვევი, აი ვინ მართლა აი ხა
ვის მართლა აქვს ურთიერთობა ღმერთთან, როგორ არის, ანუ რაღაცა კი არ არსებობს რაღაცა ესე რომ ვთქვათ, შემუშავებული მომენტები, მაგალითად, ხო, აი რა ვიცი. ფილტრები ხო, მაგრამ ეგ არის, მაინც აი ესეთი თემა არის რა, რაც ბოლომდე აი გონებას არ ემორჩილება, ხო? ხო, მაგიტომ არის ანუ მუდმივი პროცესი და არა რაღაც ფიქსირებული ფორმულა ისეთი ან ფილოსოფიისაც, რომ აი თქვათ, კონდეს რაღაცა ტესტი ან რაღაცა იმის კრიტერიუმი, ცალსახად კრიტერიუმი, იმის არის რის მიხედვითაც უნივერსალური კრიტერიუმი, უბრალოდ რის მიხედვითაც რაღაცას გავარჩევთ რა. ეგეთი რაღაცაც არის, ანუ რომ მაგალითად აი თქვათ რაღაცა არის კინო არის და თქვათ რაღაც კრიტერიუმით კინოს ვაფასებთ. მაგრამ შეიძლება ისეთი კინო გაჩნდეს, რომელმაც თვითონ მოიტანოს საერთოდ ახალი კრიტერიუმი. და აი ჰეგელს ხო აქვს ესთეტიკის შესახებ ლექციებიც რა. და მანდაც ჩანს, რომ მე საერთოდ ესე დავინახე, რომ ხელოვნების ნიმუშში არის ორი რაღაცა, ერთი თვითონ რასაც გაჩვენებს და მეორე თვითონ გაჩვენებს იმ ფორმას, როგორც უნდა წაიკითხო. თითქოს ახალი თეორია მოყვება. შეიძლება ძალიან მიკროდოზით თითო ცალკეულ ხელოვნების ნიმუშსაც კი რაღაც გასაღებს მოაყოლებს, მაგრამ აი მაგითო არ არსებობს რაღაც უნივერსალური, ხო? და ხშირად ჰეგელის კრიტიკა თითქოს ამაზე, რომ ჰეგელს რაღაც უნივერსალური ის აქვს. მაგაზე ალბათ ჰეგელი იტყვის, რომ რაღაც ფილოსოფია დაგვიანებით მოდის. ანუ რაღაცნაირად მაგრამ ხო, ანუ ხვდები რასაც ამბობ, რომ რაღაცა სინგულარობები იმდენად უნიკალურია, რომ შეიძლება თავის კატეგორიას საჭიროებენ. თავის კატეგორიას, ხო, აი ის ხო ახალი სიტყვა. თუნდაც აი იესო ქრისტეს აღდგომა რაღაც აზრით თავისი კატეგორია მოითხოვა პრინციპში, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა სიახლე შეიტანა ისტორიაში. იმიტომ რომ ისტორიული აღდგომის მომენტი მე მგონი ნაკლებად არის ხოლმე სხვა ფიგურებთან, ხო, უფრო რაღაც მითოლოგიურ მომენტში არის გააზრებული. და აი ეს რაღაცა თეოლოგიის განვითარებაც იმიტომ რომ ქრისტიანობის განვითარების დროს ხედავთ რომ ძალიან ბევრი ჰეტეროდოქსული აზრებია, ხო? ანუ სხვადასხვა გნოსტიკური აზრები გვაქვს იქ. ანუ ძალიან ბევრი მიმდინარეობა და თავის დეფინიციას ზუსტად იმიტომ იწყებს, რომ აი გამოარკვიოს ამ რაღაცა მრავალ აჯაფსანდალში რა არის რაღაცა უფრო მართალია, რა მოხდა რეალურად. ხო და აი ეგ არის საინტერესო, ხო, რაც ახსენე, რომ ამ სინგულარობას რაღაცა იმდენად მე ეგრე ვკითხულობ, ანუ ჰეგელს, რომ ის არ არის დასრულებული ხო, ეგრე არის, რომ ჰეგელი არის დასრულების ფილოსოფოსი, ხო? მაგრამ ის სწორედაც იმ იდეას ავითარებს, რომ მაგალითად იესო ქრისტე რომ მოვიდა, თითქოს იყო წინასწარმეტყველებები, როგორ უნდა ეცნოთ. ხო. მაგრამ სწორედაც ახალი ვითარება ახალ თეორიას მოითხოვს, რომელიც იმ პროცესში იმ დროის სულს მოაქვს საერთოდ. და ამიტომ ეგ სხვადასხვა მარსელ პრუსტის ერთ-ერთ რომანშიც არის, მეშვიდე რომელიღაც ტომში არის, რომ ომის ლოგიკა არის ეგეთი, რომ შენ რაღაც ტაქტიკა შეისწავლე უკვე, მოწინააღმდეგემაც დაგიმუღამა და ზუსტად ის მეთოდი უკვე, რასაც იყენებს, შენსავე საწინააღმდეგოდ მოქმედებს რა. და ამიტომ მე იქვე წერს, რომ აი აქვე გავიხსენოთ ჩვენი ბებერი ჰეგელის სიტყვებიო და რაღაც ანუ ქმრადობის უკუ პროცესზე საუბრობს რა და მაგიტო ეგ აჩვენებს თუ ესე წავიკითხოთ რომ ჰეგელი რაღაც რეცეპტია ესეთი ეგ უფრო ალბათ რაღაც უფრო არ იქნება ჰეგელიანური რაღაცა და თუ ისე წავიკითხოთ რომ ის უბრალოდ თავის დროის ფილოსოფიას განიხილავს, მაგრამ ის არ განიხილავს რაღაც მომავლის ფილოსოფიას, რომელსაც ყოველა დროს თავისი ფილოსოფია აქვს, ასე ვთქვათ რა. ეგ უფრო ჰეგელიანური ისე აი ეგ საინტერესოა, ხა ემპირიულ რეალობაში ალბათ დაგვეთანხმება ჰეგელი არ იქნება მაგის მოწინააღმდეგე, რომ აი რაღაც ახალი ისეთი იმდენად ახალია, რომ შეიძლება ახალ კატეგორიებს საჭიროებენ, მაგრამ აი ონტოლოგიურ დონეზე რა მიმართებას დაიჭერდა, ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ ონტოლოგიური რეალობა ხო ისეთია, რაც პრინციპში ემპირიულისგან, ანუ ემპირიულ შესაძლებელს ხდის,
მაგრამ ანუ მაგისგან უფრო ცალკეა იმაზრით თეორიაში ცალკეა, ხო და აი ონტოლოგიურ დონეზე რა ტიპის ღიაობას შეიძლება ლაპარაკი ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ კი ღია არის აბსოლუტურად ეგეთი მოდელია რომ ღია არის რაღაც აზრით თავის თავსაც კი უარყოფს ხო იმდენად ღია არის, მაგრამ მაინც ის განსაზღვრულებები რჩება რაღაც დონეზე მაინც. ეხლა კიდე გამახსენდა რომ ჰეგელის კრიტიკა არის ასევე მისი ბუნების ფილოსოფიის მიმართ. მე-20 საუკუნეში და ალბათ მე-19-შიც ხო, იმიტომ რომ მაშინ რაღაცნაირად ისეთი პერიოდი იყო, რომ ეს მეცნიერება ისე ვითარდებოდა, ჰეგელიც ქიმიასაც განიხილავს, ფიზიკასაც, ანუ ყველაფერს განიხილავს. რა ხო საინტერესო არის რამდენად ადეკვატურად და ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ გამოჩნდებოდა ანუ მისი ეს იდეები. აი ბევრი არის ხოლმე საუბარი კვანტური რეალობა რაღაცა ვითომ პირიქით ანუ ჰეგელის აი ამ რაღაც წინააღმდეგობრივობის დაშვების ბუნებაში დაშვების შესაძლებლობას პირიქით უფრო ამყარებს რაღაც ჰეგელის ფილოსოფიას, იმიტომ რომ მისი მთავარი მისტერია, რასაც თვითონ თავის ფილოსოფიას უწოდებს, ესე იგი სპეკულატორს, ანუ მისტიკურ ფილოსოფიას, სადაც შეუთავსებელ წინააღმდეგობებს რაღაცნაირად ათავსებს და ეგეც ითვლებოდა ჰეგელის ყველაზე სუსტ მხარეთ, ბუნების აღწერა და ასე ვთქვათ, მეცნიერებაზე, ანუ რასაც საუბრობს და ეგ თანამედროვე იმაში ფილოსოფიაში აი თუ არიან ისეთები რომლებიც აი ორივე მიმართულებით კარგად არიან გარკვეულები თქვა მეცნიერებაში და აი დღევანდელი გადმოსახედიდან რა სიტყვიან ეგ საინტერესო იქნებოდა. კი, ანუ არის რაღაც მცდელობები, რომ აი ჰეგელი რაღაცნაირად ისო მეცნიერებაში წაიკითხო. შოპენჰაუერის კრიტიკა რა იყო ჰეგელთან მიმართებაში? ნუ ერთი ის არის რომ პირდაპირ შარლატანს ეძახდა, ხო? რა იყო მოტივი? მე არ ვიცნობ შოპენჰაუერს. ანუ ერთი ის თვითონ შოპენჰაუერი უფრო მაინც კანტიანური ჭრილით ფილოსოფოსი არის, კანტიანური ჭრილის ფილოსოფოსი არის და აი მაგალითად შოპენჰაუერთან აღმოსავლური მომენტები უფრო მეტი არის ხო? ხო, ეგ ვიცი, უპანიშადებზე წერს და მაშინ უბრალოდ უპანიშადები იყო ხელმისაწვდომი, თორე უპანიშადებში ძალიან ცოტა არის, ანუ არა ფილოსოფიურ ტექსტებად ითვლება, რომ ხელმისაწვდომი რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ესე ვთქვათ, ფილოსოფიურ ტექსტებს აიღებდა, მაგრამ ანუ რას ვიზამთ, ეგრე იყო და აი კანტის ნივთი თავისთავადი რაც არის კანტთან აი მაგას იღებს და მაგის ადგილს ხედავს აი ნებაში რომ აი ნება არის ყველაფრის განსაზღვრელი რომ ყველაფერში ეს ნება არის და ეს ნება უფრო გაგებული როგორც რაღაც ნება სიცოცხლის და აი რაღაცა ეს აღმოსავლური მომენტები იმაზრით აქვს რომ თითქოს ეს ნება არის მუდმივი ტანჯვა და ეს რაღაცა თითქოს გათავისუფლების მომენტი უნდა ეძიო. რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს, როგორც ვიცი. ალბათ ის იქნებოდა პრობლემური ჰეგელთან ვისთვის, რომ აი ეს რაციონალობის ან აი ყველაფერი რო გააზრებული რაციონალურია, ალბათ ეგ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირების მომენტი. ძალიან საინტერესოა. კიდე ხო არ არის რამე ისეთი ჰეგელის კრიტიკისტვის შეიძლება რომ დავამატოთ შელინგი ვახსენეთ, ანუ ჰაიდეგერის ის მაინტერესებს ანუ კრიტიკა. თვითონ ჰაიდეგერთან აი როგორც ვახსენე რამდენიმე მომენტი არის, ერთი ეგ არის რომ აი რაც ვახსენე ონტოლოგიური განსხვავება და ეს ონტოლოგიურ განსხვავებას ხედავს თელ ტრადიციულ ფილოსოფიაში. დაწყებული, რა ვიცი, ალბათ პლატონი და არისტოტელედან და დამთავრებული რაღაცაზეც ალბათ ნიჩეს ხედავს როგორც მეტაფიზიკის დასრულებად. ამიტომ ალბათ ნიჩესთანაც შეიძლება თქვას, რომ არის ეგ, მაგრამ ყველასთან არის ეს ონტოლოგიური განსხვავების არქონა. და ანუ თვითონ ამბობს, რომ მეო კითხვას ვაცოცხლებ, ყოფნის შესახებ, რა არის ყოფნის საზრისი. და იმისთვის რომ ეს ვეძიოთ, ყოფნაზე არ უნდა ვიფიქროთ როგორც ცნება, ყოფნაზე უნდა ვიფიქროთ როგორც რაღაცა ჰორიზონტი, რომელშიც ხდება მოვლენები.
და ამ ჰორიზონტის გასაგებად პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ადრინდელ ჰაიდეგერთან დავიწყოთ ისეთი არსებით რომელიც ყოფნას იაზრებს, ანუ ადამიანით, ან დაზაინით. დაზაინი არის ანუ რეალურად ყოფნის ის მომენტი, რომელშიც ეს ყოფნის გაგება ხდება. და ამიტომ ეს ეგ სრულიად განსხვავებულად ესმის როგორ ვიდრე ჰეგელს ხო დაზაინი. დაზაინი კი სხვა აზრით არის უფრო მაგარი. კონკრეტული ყოფიერების მომენტი არის უფრო შემოსული და აი ჰაიდეგერთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ მომენტს. ნუ ჰეგელთანაც არის კონკრეტული ის მომენტი, მაგრამ ჰაიდეგერს მაინც იმას ამბობს, რომ ეს დიალექტიკური სვლები რაღაცნაირად მაინც ზოგადში რჩება, ან კიდევ ხო რა, ის მომენტი აქვს, რომ ამ კონკრეტულის მიმართ მაინც რჩება ძალიან ისე შორს. აი ყველაფერი არის ზემოდან ქვემოთ განსაზღვრული რა, რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს. საინტერესო ის არის, რომ აი ლევინას რა კრიტიკაც აქვს ჰაიდეგერის მიმართ, დაახლოებით იგივე კრიტიკა აქვს ჰაიდეგერს ჰეგელის მიმართ, იმიტომ რომ ლევინასთან ჰაიდეგერის პრობლემატიზირდება იმ აზრით, რომ ჰაიდეგერს ძალიან მატოტალიზირებული ხედვა აქვს ყოფნის მიმართ და ჰაიდეგერის დაახლოებით მაგას იძახის ჰეგელზე, რომ ანუ რაღაცნაირად ყოფნას იაზრებს რაღაცა ტოტალობას, რომელშიც რაღაც განსხვავებულობა თითქოს ნაკლებად შემოდის. ხო არ არის საერთოდ განსხვავებული. როცა ჰაიდეგერთან ყოფნა ყოველთვის პირიქით რაღაცა ანუ არაფერთან არის, ან რაღაცაზეც არაფერიც არის, მაგრამ ის არაფერი რაღაცნაირი შემოქმედი არაფერი არის. რაღაც მუდმივი სხვაობა აქვს. ჰაიდეგერს თუ მოვახერხებთ აუცილებლად ჩავწეროთ, მაგრამ უბრალოდ ეხლა მაინტერესებს ჰაიდეგერს აღმოსავლურ ფილოსოფიაზე რამე აქვს ხო არ შეგხვედრია? სხვათა შორის ბევრი აი კიოტოს სკოლა არის იაპონიაში, რომელიც ძალიან მაგის მოსწავლე იყო ერთ-ერთი ძენის და ძალიან ემყარებიან ამ ფენომენოლოგიას, ჰუსელსაც და ჰაიდეგერსაც როგორც ვიცი. ეხლა გამახსენდა ხო. მაგრამ თვითონ ჰაიდეგერს არ ვიცი რამე. რაღაცები იცოდა ზოგადად მე მგონი, მაგრამ ესე რომ ღრმად დაეწერა აღმოსავლეთზე რამე ნაკლებად. უფრო დიალოგისთვის იყენებენ ხოლმე, რომ აი ჰაიდეგერი და რაღაც დაუიზტური აზრები და რაღაცა ესეთი მომენტები არის ხოლმე. მაგრამ აი მე ამას წინათ დავწერე ეგეთი სტატუსი, რომ მე ვინც ვნახე, ვინც აღმოსავლური ფილოსოფია, უფრო ძენ ბუდიზმის ფილოსოფია, ვინც გაავრცელა დასავლეთში, უმეტესობა მათგანი იყო გავარჯიშებული დასავლურ ფილოსოფიაში და აი ჰაიდეგერის მკითხველები და ისინი როგორც ჩანს, ანუ რაღაც ფილოსოფიურად გავარჯიშდნენ და მე თავიანთ ფილოსოფიაში ისეთი რაღაც ნახეს, რაც შეიძლება საინტერესო გამხდარიყო დასავლელი მკითხველისთვის რა. აი ფენომენოლოგია ძალიან საინტერესო მიმართულებაა მაგ ხრევ, იმიტომ რომ თვითონ ტრადიციულ ქრისტიანობაშიც ღრმად შევიდა, მაგალითად კათოლიკეები ძალიან იყენებენ ხოლმე მართლმადიდებლებშიც არის ეს ფენომენოლოგიური ისინი სააზროვნო მოდელები, ლევინასი მაგალითად რომელიც უფრო ებრაელი მიმართულებით ეს ავითარებს და ანუ რაღაცა თეოლოგიური აღორძინებაც მოხდაო ეძე ამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. მაგალითად ჟან-ლუკ მარიონი არის ერთ-ერთი ეგეთი დიდი ავტორი არის კათოლიციზმში, რომელიც ჰაიდეგერს ეყრდნობა და ღმერთს ახავს ყოფნის მიღმა, ანუ რაღაცა ეს იმიტომ რომ ჰაიდეგერის კრიტიკა ის არის, რომ ღმერთი ძალიან ცნებობრივად აზროვნებდა ღმერთზე მეტაფიზიკაში და მაგით რაღაცნაირად შექმნეს ღმერთის კარიკატურა. ხო რა, კარიკატურა, კერპი ან რაღაცა ეგეთი რა. მაგან რეალურად გაასაგნა ღმერთიო მაგას. აი ეს ცოცხალი ღმერთი მოკლავ რა და ეს ღმერთის სიკვდილიც რაღაც აზრით თვითონვე თეოლოგიაში მოხდაო, ანუ დაახლოებით ეგ არგუმენტი არის რა. ესე იგი ეგ თემები უნდა მოვინიშნოთ, რომ ჩვენ თუ გვექნება, ანუ კიდე საშუალება რომ ეგ ძალიან მაინტერესებს, ანუ ჰაიდეგერი უშუალოდ შენ რაზეც მუშაობ და გავაკეთოთ რა. ძალიან დიდი მადლობა რა. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ.